მოგესალმებით მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა ჩვენს ვებინარზე. Როგორც თქვენთვის ცნობილია, მასწავლებლის სახლი პერიოდულად გთავაზობთ ვებინარებს ინკლუზიური განათლების ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე. დღესაც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული თემა გვაქვს გამოტანილი განსახილველად. ამ მიზნით გვყავს მოწვეული ორი სტუმარი. ქალბატონი მაია წულაძე და ქალბატონი თეა, რომლებიც ისაუბრებენ იმ სერვისების შესახებ პირველ რიგში და იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც ქვეყანა სთავაზობს სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეებს, ასევე გავეცნობით რეკომენდაციებს და მხარდამჭერ სტრატეგიებს უკვე პრეზენტაციის სახით, რომელსაც თეა წარმოგვიდგენს ჩვენი ვებინარის მსვლელობის პროცესში. აქვე მოგახსენებთ, რომ აი ამ სტუმრებთან გასაუბრების შემდეგ, კითხვა-პასუხისა და პრეზენტაციის შემდეგ, უკვე აქ მყოფ დამსწრე საზოგადოებას გექნებათ შესაძლებლობა, რომ უკვე ჩაერთოთ დისკუსიაში, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და ასევე აქვე გთხოვთ, რომ ვებინარის მიმდინარეობის პროცესში თუ გაგიჩნდებათ იქვე რაიმე ტიპის შეკითხვა, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ თვითონ მესენჯერის ჩატში ეს შეკითხვა მოიწეროთ. ეს მოწერილი შეკითხვა ტექსტის სახით ჩვეულებრივად მესენჯერში შეინახება და როდესაც მოვრჩებით უკვე სპიკერებთან საუბარს, განვიხილავთ მოწერილ შეკითხვებს და შემდეგ ასევე მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ჩართოთ მიკროფონები და ვისაც ეპირად გენდომებათ რაიმე ტიპის კომენტარის გაკეთება, ამის შესაძლებლობასაც რა თქმა უნდა მოგცემთ. პირველ ეტაპზე მინდა რომ მაიასთან გადავიდე შეკითხვით, ჩვენს ვებინარის პირველ ნაწილში მაია ისაუბრებს, ხოლო მეორე ნაწილში თეა. და მაიასთან მინდა გადავიდე შეკითხვით და მინდა რომ ესე მოგვიყვეს იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც არსებობს საქართველოში სმენის დარღვევის და სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეებისთვის. მაგალითად, განათლების რა ფორმებს ვთავაზობთ, რა ფორმები არსებობს, რა ტიპის არჩევანი არსებობს, რომ თუ კი მშობელს აქვს უკვე ინფორმაცია, რომ მის შვილს აქვს გარკვეული სმენითი სირთულეები საგანმანათლებლო სისტემაში, რა მოლოდინი უნდა კონდეს, ხო? როგორი იქნება მხარდაჭერა საგანმანათლებლო სისტემიდან მისი განათლების ხელშეწყობის. მოდით აი ამ შესაძლებლობებით და არჩევანით დავიწყოთ, მაია, და შემდეგ უკვე გადავიდეთ კიდევ სხვა საკითხებზე. დიდი მადლობა, თამარ, დიდი მადლობა ზოგადად მასწავლებლის სახლს ამ საკითხის წამოწევისთვის და ვებინარის მიზნისთვის, იმიტომ რომ მართლაც რომ ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი საკითხია. მოგესალმებით ყველა მსმენელსა თუ მაყურებელს. ნამდვილად ერთ-ერთი ესე ვთქვათ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენ განათლების სისტემაში უკვე მრავალი წელია და არა მარტო ჩვენი საერთაშორისო და ყოველთვის იდგა ეს საკითხი, სმენის დარღვევის, სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეთა განათლების საკითხი, იმიტომ რომ ძალიან მრავალფაქტორულია ეს გამოწვევები, რაც ხდება და შესაბამისად არ არის რაღაცა ერთი კონკრეტული რაღაცა პრობლემის გადაჭრით თუ გამოწვევაზე რეაგირებით შესაძლებელი, რომ მთლიანად იმდენად გავაუმჯობესოთ, რომ ზუსტად ისეთივე შესაძლებლობები შევქმნათ განათლებისთვის, თქვათ, რაც აქვთ შექმნილი სმენის სირთულეების ამ მქონე მოსწავლეებს. პირველ რიგში ან ფორმებს სანამ შევეხები, რა გვაქვს ხო ამ ეტაპზე და რა შეგვიძლია შევთავაზოთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ფართო ჯგუფია მოსწავლეთა სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეები. აი იმდენად ფართო, რომ არ ვიცი სხვა მიმართულებით ხო ყველა ბავშვი რა თქმა უნდა თავისი უნიკალური შესაძლებლობებით და საჭიროებით გამოირჩევა, მაგრამ როდესაც ასე ვამბობთ, რომ ადამიანს აქვს სმენის დარღვევა, ერთი და იგივე სმენის დარღვევის თქვათ რამდენ დეციბელი აქვს ხო სმენა და ასე შემდეგ, იმ შემთხვევაშიც კი ორ სხვადასხვა ბავშვს განსხვავებული სმენითი სამეტყველო თუ თქვათ კომუნიკაციური უნარების შესაძლებლობები აქვს. ამიტომ მართლაც რომ ძალიან ფართოა სპექტრი საჭიროებებისა და შესაძლებლობებისა, როდესაც სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეებზე ვსაუბრობ. და როგორც წესი, მაინც ესე ორ ჯგუფად იყოფა ხოლმე, თუმცა ცოტა ესეთია ხო ეს უხეში დაყოფა, მაგრამ
სმენის დაქვეითების, სმენა-დაქვეითებული მოსწავლეები და ყრუ მოსწავლეები. ეს ტერმინი ზოგჯერ რაღაცნაირად ხალს გონია, რომ არაეთიკურია, თუმცა ეს არის დამკვიდრებული ტერმინი, ანუ თამამად შეგვიძლია გამოვიყენოთ, ხო? და ეს ტერმინი თვითონაც რაღაცა მდგომარეობაზეც მიგვანიშნებს სმენის თვალსაზრისით, თქვათ არის უფრო დაქვეითებული და მაინც არის ხო დარჩენილი სმენის გამოყენება, სადღაც კი ფაქტიურად ეს შესაძლებლობა არ არის და შესაბამისად სხვა ტიპის მხარდაჭერა ჭირდება მოსწავლეს განსხვავებული ვთქვათ, ვიდრე სმენის დაქვეითების მქონეს. და ძალიან საინტერესო ესე ვამბობ ხოლმე მესამე ჯგუფი, თუმცა რასაკვირველი ეს არ არის მესამე ჯგუფი, მაგრამ ბოლო წლებში საქართველოშიც ასე ვთქვათ ძალიან აქტიურად დაიწყო ხო კოხლეარული იმპლანტაციის გაკეთება, ანუ ყოველწლიურად მეტი და მეტი ბავშვი და მოსწავლე შესაბამისად საგანმანათლებლო სივრცეში შემოდის კოხლეარული იმპლანტის მქონე და ვინ არის ხო კოხლეარული იმპლანტის მქონე სინამდვილეში ყრუა რომელსაც კოხლეარული იმპლანტი გაუკეთეს, თუმცა აღარც არის ყრუ ხო, მაგრამ არც დაქვეითებული. ამიტომ რაღაცნაირად მესამემთვის ყოველ შემთხვევაში პირადად ჩემთვის რაღაც ესე აღვიქვა ხოლმე, რომ აქ კიდე სხვა დამატებითი და განსაკუთრებული პირობები შექმნა კიდევ საჭირო. ამ ყველაფერზე თქვენი დღევანდელი სტუმარის ბერო სპეციალისტი თია აუცილებლად ისაუბრებს უფრო დეტალურად. მე მინდა და უბრალოდ ამეღნიშნა ეს განსხვავებულობა, იმიტომ რომ გადავიდეს სწორედ იმ განათლების ფორმებზე, რასაც ვთავაზობთ ხო დღეს საქართველოში. გვაქვს შეიძლება ჩვენმა მაყურებლებმა და მსმენელებმა იციან, თუ ვთქვათ სფეროს წარმოადგენენ ჩვენსას, რომ არის რესურს სკოლები, ხო? და ესეთი ორი რესურს სკოლა საქართველოს მასშტაბით ყრუ მოსწავლეებისთვის ძირითადად, მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის, ეს არის სპეციალიზებული პროფილის სკოლა, ადრე სპეციალური სკოლები, სპეციალიზებული სკოლები ერქვა ამჟამად რესურს სკოლებად მოვიხსენიებთ, ხო, რომლებიც უშუალოდ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებს უწევენ საგანმანათლებლო მომსახურებას. ერთი თბილისში 203 საჯარო სკოლა, ესეთი რესურს სკოლა და მეორე უკვე ქუთაისში ესეთი რესურს სკოლა 55 საჯარო სკოლა. უმეტესწილად მოსწავლეები, რომლებიც ჩართული არიან ამ რესურს სკოლებში, მათ აქვთ საკმაოდ ისეთი გამოხატული სმენის სირთულეები. ფაქტიურად არ შეუძლიათ სმენის საშუალებით მეტყველების აღქმა და ასე ვთქვათ, ლინგვისტური ინფორმაციის მიღება, რა ძალიან მნიშვნელოვანია ხო განათლების მიღებისთვის და შესაბამისად მათი განათლება მეტწილად ჟესტური ენით ხდება. ანუ აი ეს განსაკუთრებული ხიბლი თუ ვთქვათ რესურსი, რაც რესურს სკოლას ერთ-ერთი ხო განსაკუთრებული რაც გააჩნია 203-ს და 55-ს და სპეციფიკა სწორედ ამაში გამოიხატება, რომ მოსწავლეთა განათლება, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა განათლება ძირითადად ჟესტურ ენაზე მიმდინარეობს, ძირითადად ასე ვთქვათ სწავლებისა და კომუნიკაციის ენა არის სწორედ ჟესტური ენა. არიან რასაკვირველი ამ სკოლებში ჩართული მოსწავლეები კოხლეარული იმპლანტითაც, თუმცა მეტწილად ის ბავშვები, რომელთა შემთხვევაშიც თქვათ, მაინც არ მისცა კოხლეარულმა იმპლანტმა, თქვათ, სმენის საშუალებით ლინგვისტური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, ასე ვთქვათ, და გაგების შესაძლებლობა. ხო, ეს არის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპეციფიკა და გარდა ამისა სხვა მრავალი მხარდამჭერი მომსახურებაც არის ამ სკოლებში, ხო? ეს რესურს სკოლებით დავიწყეთ, თუმცა ახლა ძირითადი ფორმა რაც ყველა მიცით, ჩვეულებრივად ხო საჯარო სკოლებში, არა რესურს სკოლებში, ისეთ საჯარო სკოლებში, საჩვეულებრივ საჯარო კლასში, ყავს სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეები, უმეტესად ეს არიან მოსწავლეები დაქვეითებული სმენით, სმენა დაქვეითებული მოსწავლეები, რომელთაც თქვა შეიძლება იყვნენ მაგალითად სმენის აპარატის მომხმარებლები, ან იგივე კოხლეარული იმპლანტის მქონენი და აქაც ძალიან დიდი მრავალფეროვნებაა მოსწავლეთა, ხო ამაზეც გავამახვილებთ ყურადღებას, თქვათ ვიღაცას უფრო ადრე გაუკეთდა, თქვათ უფრო განსხვავებული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შეიძლება ამ მიმართულებით, თქვათ და სხვა რაღაცა ფაქტორებმაც ხელი შეუწყო და უკეთესად მისცა, თქვათ კოხლეარულმა იმპლანტმა სკოლის პერიოდისთვის, ხო, სკოლაში როცა შემოდის მოსწავლე, შესაძლებლობა რომ სმენით მიიღოს ეს ინფორმაცია, რაზეც საგანმანათლებლო სივრცეში ხდება, ხო, თქვათ მიწოდება, არიან მოსწავლეები, რომელთანაც თქვათ
ვთქვათ, მაინც გარკვეულწილად არასაკმარისია, ვთქვათ, მხოლოდ მეტყველებით ინფორმაციის, მხოლოდ სმენის საშუალებით, ვთქვათ, აი ამ ზეპირი მეტყველების მოსმენის შესაძლებლობა არ არის საკმარისად განვითარებული. ანუ ეს არის მეორე ჩვეულებრივ ფორმა, რაც ყველასთვის ნაცნობია, ხო, ჩვეულებრივ საჯარო სკოლის საჯარო კლასი და მესამე, ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესო, თუმცა ერთი ის გვაქვს ასეთი კლასი, რამდენიმე წლის წინ ინტეგრირებული კლასი ჩამოყალიბდა სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის 64 საჯარო სკოლაში. იქ შეიქმნა განსაკუთრებული რამოდენიმე ჩამოყალიბებიდან რამდენიმე წლის თავზე სპეციალური, ასე ვთქვათ, გარემო, ფიზიკური გარემოც მოერგო, ასე ვთქვათ, და ადაპტირდა. შესაბამისი, რაც გულისხმობს, ხო, ეს მორგება აკუსტიკური პირობები შეიქმნა, განსაკუთრებული, რაც ხშირ შემთხვევაში სჭირდებათ სმენის სირთულების მქონე მოსწავლეებს და ამაზეც ქალბატონია ისაუბრებს უფრო დეტალურად და ჩემზე უკეთესად, ასე მგონია, ხო, ვთქვათ, რა სმენითი პირობებია მნიშვნელოვანი სმენის სირთულების მქონე მოსწავლეებისთვის და სწორედ აკუსტიკა როგორი უნდა იყოს. არის ამჟამად რამდენთაც ვიცი ორი ჯგუფი, ვთქვათ, უფრო პატარების და უფრო მოზარდების, რომელიც პირველი ჯგუფი იყო და ეს მოსწავლეები, ანუ სპეციალური პირობებია, როგორც უკვე აღნიშნე, შექმნილი ამ კლასში, აკუსტიკური თვალსაზრისით, ასევე ვთქვათ, მეთოდოლოგიურადაც იქ უტარდებათ გაკვეთილები, არის ჟესტური ენის თარჯიმანიც ჩართული და ჟესტურ ენასაც სწავლობენ ბავშვები, მეტყველების თერაპევტები არიან ჩართული, ფსიქოლოგი, ანუ ამ მრავალფეროვან სერვის მომსახურებას იღებენ სწორედ ეს ყველაფერი დაკავშირებული ამ ინტეგრირებულ კლასთან, თუმცა ეს მოსწავლეები ასევე ჩართულები არიან თავის ასაკობრივ ჯგუფებში, ჩვეულებრივ ირიცხებიან კლასში და შესაბამისად ესწრებიან გაკვეთილებს თავის კლასებში. ისე რომ აი ეს სამი ძირითადი ფორმა, რაც გვაქვს, რისი შეთავაზებაც დღეს განათლების სისტემაში გვაქვს, ასე ვთქვათ, შესათავაზებელი, ეს არის სამი ფორმა, როგორც აღნიშნე, რესურს სკოლა, ეს ინტეგრირებული კლასი და ჩვეულებრივ კლასში. მაია, ამასთან დაკავშირებით შეიძლება რომ მაგალითად მშობლებს გაუჩნდეთ ასეთი შეკითხვა, რომ როგორ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მშობელმა, შეიძლება ჩვენ ახლა მშობლებიც გვესწრებიან, რომელი განათლების ფორმა შეარჩიოს მისი შვილისთვის და თუ არსებობს და რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით რომ არსებობს ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების გუნდი მანდატური სამსახურში, რომელიც ალბათ ძალიან კარგ მხარდაჭერას უწევს მაგ დროს მშობელს გადაწყვეტილების მიღებაში, ხო? ანუ საუკეთესო საგანმანათლებლო სივრცის შერჩევა რაზე არის დამოკიდებული? მშობლის სურვილზე, მოსწავლის უნარებზე, როგორ კეთდება არჩევანი და აი ეს ერთობლივი შეთანხმება ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით არის თუ არა ისეთი საკითხი, რომელიც ასე ვთქვათ, ხშირად განიხილება ხოლმე და ხდება თუ არა ამაზე რაღაც გარკვეული დისკუსიები მშობლებთანაც. კი ბატონო, ესე იგი მულტიდისციპლინური გუნდი ხო, რომელიც სამინისტროში ფუნქციონირებდა და ერქვა მულტიდისციპლინური გუნდი, რა თქმა უნდა, აგრძელებს დღესაც თავის მუშაობას, უბრალოდ სხვა უწყებაში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში, ახლად ჩამოყალიბებულ ერთეულში, სტრუქტურულ ერთეულში, ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრია. ამჟამად მულტიდისციპლინურ გუნდს, ასე ვთქვათ, ოპერირებს განსხვავებული სახელით ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურება და ანუ შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც ჩართული არიან, როგორც იყვნენ ადრე, ეხლაც ამჟამადაც, როდესაც ვთქვათ, მშობელი რთავს, ხო, უნდა ჩაირიცხოს ბავშვი სკოლაში, ან ვთქვათ, უნდაც გადადის ერთი სკოლიდან მეორეში, თუ აფიქსირებს საჭიროებას, რომ ბავშვს აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, ანუ შეფასების მოგმართავს, თავისთავად ერთვება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი და ასეთ შემთხვევაში უწევს რეკომენდაციას, რა საკვირველია ბავშვის შესაძლებლობებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ ამავდროულად, რა თქმა უნდა, იმ ცალკეულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული
რესურსების გათვალისწინებით, ხო? აი, რაც უფრო მეტად სჭირდება მოსწავლეს და ვთქვათ, რისი შეთავაზება შეუძლია სკოლას. რა თქმა უნდა, მშობელი არის საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები, ეს აქ ვერავინ ვერ ან მოახვევს თავს გადაწყვეტილებას, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მშობელი იყოს სათანადოდ ინფორმირებული, რომ სწორი ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს თავისი შვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ხო? და ამისათვის ჩვენი მხარდაჭერა მშობლებს პირველ რიგში ამ კუთხით სჭირდებათ, რომ დავანახოთ რა შესაძლებლობებია, რა საჭიროებები აქვს მის შვილს და რა რესურსია ცალკეულ საგანმანათლებლო გარემოში. თუმცა აქვე არსებობს გარკვეული შეზღუდვა, რომელიც ალბათ უნდა ავღნიშნოთ, ხო, თამარ და კი იცით, ეს არის რესურს სკოლებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ერთადერთი აი ვთქვათ შეზღუდვა არსებობს, თუ ბავშვისთვის შეფასებიდან გამომდინარე არ საჭიროებს რესურს სკოლაში სწავლას, შესაბამისად ამის თაობაზე არ იძლევა ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი რეკომენდაციას. ხო, იმიტომ რომ ვთქვათ, იმიტომ კი არა, რომ იქ რაღაცა არ არის და დააკლდება მოსწავლეს, არა. უბრალოდ იქიდან გამომდინარე, თუ მოსწავლეს აქვს მაგალითად, რადგან სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეზე ვსაუბრობთ, ხო, რომ სმენითი საკმაოდ კარგი რესურსი, შესაძლებლობები და მისი პირველადი ენა და წამყვანი ენა შეიძლება იყოს, ვთქვათ, ქართული ენა, ზეპირმეტყველება, ასე ვთქვათ, არა, ვთქვათ, ჟესტური ენა, რაც არ გამორიცხავს, რა თქმა უნდა, ჟესტური ენის სწავლის შესაძლებლობას და როგორც დამხმარე საშუალების გამოყენება სწავლის პროცესში ნამდვილად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს, თუმცა ესმის ბავშვს არ ნიშნავს, რომ ასაკმარისად ესმის ყველაფერი სმენით და ამიტომ ჟესტური ენა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში არა პირველადი საგანმანათლებლო ენა, მაგრამ საკომუნიკაციო ენა არამამდე როგორც დამხმარე და მიღებლობა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს ჰქონდეთ, როცა მოსწავლეს და ბავშვს სჭირდება, მაგრამ ერთადერთი არის შემთხვევა, სადაც სპეციალისტმა შეიძლება დაინახოს, რომ მისი შვილისთვის უფრო კარგია, ასე ვთქვათ, თუნდაც სმენის განვითარების კუთხით და მეტყველების განვითარების კუთხით უფრო სხვა სასწავლო გარემოში, ვთქვათ, განათლების მიღება. და სწორედ აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია მშობელი ინფორმირებული იყოს. თუმცა ასევე ჩვენ ვიცით, ხო, რომ ხშირად მშობელს უწევს გადაწყვეტილების მიღება გამომდინარე, ვთქვათ, გეოგრაფიული, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებიდან, ხელმისაწვდომებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ნახეთ, შესაძლებელია ბავშვისთვის უფრო მიზანშეწონილი იყოს ჟესტური ენაზე სწავლა, ვთქვათ, იგივე სპეციალიზებულ, ვთქვათ, რესურს სკოლაში, ხო? მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ვთქვათ, ბიოლოგიური ოჯახიდან შორს უნდა წავიდეს ბავშვი, ხო? სკოლა პანსიონი აქვს ორივე სკოლას, როგორც თბილისის 203-ს, ასევე 55-საც და ისიც ვიცით, რომ ვთქვათ, არ არის ეს მარტივი პროცესი, ხო? ბიოლოგიური ოჯახიდან, ვთქვათ, შორს ბავშვის, არც ბავშვისთვის არის მარტივი პროცესი ნამდვილად და არც მშობლისთვის. და თუ ვთქვათ, არ ცხოვრობს ახლოს მშობელი, შესაძლოა ესეც ბარიერი აღმოჩნდეს მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ბავშვისთვის უფრო მიზანშეწონილი იყოს ამ ტიპის რესურს სკოლაში განათლების მიღება. და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბილინგური მიდგომის გამოყენება, რომელიც ორენოვან განათლებას გულისხმობს და სპეციფიკური დატვირთვა აქვს სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების შემთხვევაში, ჟესტური ენის სწავლებას და ასევე მეორე ენის, ანუ ქართული ენის სწავლებას, როგორც მეორე ენის, ოღონდ აქ ძირითადად მაინც წერა-კითხვის კუთხით, იმიტომ შეიძლება არ ქონდეს, ვთქვათ, მეტყველების განვითარების შესაძლებლობა, მაგრამ ბილინგური აუცილებლობით, ვთქვათ, ბილინგური მიდგომა აუცილებლობით არ გულისხმობს მეტყველების სწავლას. ეს არის ჩვეულებრივ ყრუთა განათლებაში გამოყენებული, საერთაშორისო საკმაოდ აპრობირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდი, რომელიც გულისხმობს, რომ ბავშვი, რომელიც არის ყრუ, რომელსაც პირველი მისი ენა არის ყველაზე ხელმისაწვდომი იმისთვის ენა, ჟესტური ენა, მან მიიღოს, მას ჰქონდეს შესაძლებლობა როგორც ჟესტური ენის სწავლის, ასევე მეორე ენის ქართული, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ქართული ენის, ვთქვათ, როდესაც საქართველოსზეა საუბარი, სხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, იმ ქვეყნის წამყვანი ენის, სახელმწიფო ენის, იმიტომ რომ მას წიგნიერების შეძენა, სწორედ დამწერლობა არ აქვს ვიცით ჟესტურ ენას და წიგნიერების შეძენის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ენაზე ისწავლოს წერა-კითხვა. თუმცა, ასე ვთქვათ, ჟესტური ენა ამ შემთხვევაში ხიდს ქმნის სწორედ ამ დამწერლობის წერა-კითხვის სასწავლებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად უფრო ხელმისაწვდომი იყოს ჩვეულებრივ სკოლებში, ჩვეულებრივ კლასებში.
კი ბატონო, ნამდვილად ეს ბოლო ფრაზა, რაც თქვი, მაგის გაგრძელებასავით მინდოდა მე თქვა აუცილებლად. იმიტომ რომ პრინციპში სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ჩვენ ვნახავთ, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში რესურს სკოლას გულისხმობ და არა ინტეგრირებულ კლასს, საჯარო სკოლებში სმენის სირთულების მქონე მოსწავლეთა რეგისტრაცია საკმაოდ მაღალია. და რა თქმა უნდა, ესაც არის ინკლუზიური ხარისხიანი განათლების პირველი ინდიკატორი, ხო? რომ სახლთან ახლოს ნებისმიერი ზოგად საგანმანათლებლო სკოლა ოჯახს თავაზობდეს ხარისხიან განათლებას მისი შვილისთვის და მშობელს არ უწევდეს გეოგრაფიული ლოკაციის შეცვლა განათლების მიღებისთვის. ეს არის პირიქით ბარიერი განათლებისთვის და მისაწვდომობა კიდევ არის ის, როდესაც ოჯახს სახლთან ახლოს ნებისმიერ სკოლაში ეგულება მხარდამჭერი გარემო მისი შვილის საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. ეგულება სანდო საგანმანათლებლო გარემოში გულისხმობთ როგორც მიმღებლობას და მეთანხმებით მაია, ასევე საკმაოდ მრავალფეროვანი რესურსების შეთავაზებასაც, იმიტომ რომ სმენის სირთულეები არის ზუსტად ერთ-ერთი ისეთი მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს როგორც მასწავლებლის დახელოვნებას, რომ სტრატეგიები იცოდეს, ასევე ტექნოლოგიური მისაწვდომობებისა და დამატებითი ადამიანური რესურსის არსებობასაც. და აქ უბრალოდ ახლა ბევრს არ გავაგრძელებ მე ჩემს სიტყვას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ ფასილიტატორი ვარ და არა სპიკერი, მაგრამ თავისუფლებას მივცემ ვახსენო მასწავლებლის სახლის მიერ განხორციელებული პროგრამა, რომელიც ჟესტური ენის სწავლებას გულისხმობს. ეს არის რამდენიმე დონიანი პროგრამა მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის და იმ პირებისთვის, რომლებიც შეხებაში არიან სმენის სირთულის მქონე მოსწავლესთან და შესაბამისად მართლა სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ მომართვიანობა საკმაოდ მაღალია ხოლმე, ანუ დაინტერესება ძალიან მაღალია, რომ რეგიონში მცხოვრები ადამიანები, თბილისში მცხოვრები ადამიანები ინტერესდებიან შეისწავლონ ჟესტური ენა და ეს ცოდნა შემდეგ გამოიყენონ დასაქმებისთვის სკოლებში, ხო რა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ წეღან ვახსენეთ ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება მოსწავლის, ხო? რომელიც გულისხმობს მოსწავლის საჭიროებებისა და ძლიერი მხარების განსაზღვრას და ასევე სპეციალისტების განსაზღვრას, რომ შეფასების შედეგად მოსწავლეს თუ დაუდასტურდა, რომ მას სჭირდება ჟესტური ენის სპეციალისტი იყოს და მოიძებნებოდეს შესაბამისი კადრი, რომელსაც რა თქმა უნდა სკოლა კონკურსის საფუძველზე მერე შეარჩევს, ხო? იმიტომ რომ სკოლას შეუძლია აიყვანოს როგორც ჟესტური ენის სპეციალისტი, როგორც თანამასწავლებელი ამ შემთხვევაში მოსწავლისთვის, ასევე შეუძლია აიყვანოს ჟესტური ენის თარჯიმანი, რომელიც აი ზუსტად თარჯიმნობას გაუწევს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის კომუნიკაციას და ეს არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი თუ ჩვენ ვსაუბრობთ განათლების ხელმისაწვდომობაზე ყველა მოსწავლისთვის, რომ ყველა იმ სკოლაში დაახლოებით 2100 საჯარო სკოლა არის დღეს საქართველოს მასშტაბით და ყველა სკოლაში იყოს მზაობა, შესაძლებლობა, რომ ამ სირთულის მქონე მოსწავლის რეგისტრაციის შემთხვევაში სკოლა მოემზადოს და აქ აუცილებლად არის კიდევ ერთი ესეთი ფაქტორიც, რომ ყველა იმ მასწავლებელმა და თანაკლასელებმაც კი შეისწავლონ საბაზო ჟესტური ენა, რადგან დაამყარონ ხარისხიანი კომუნიკაცია და გამოიყენონ ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაციის მეთოდები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ კომუნიკაცია ძალიან ფართოცნებარი და ის არ შემოიფარგლება მხოლოდ მეტყველებით და მხოლოდ ენობრივი უნარებით, ხო? კომუნიკაცია გულისხმობს მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებას, დაწყებული ვიზუალური საშუალებებით, სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებებით, მათ შორის ჟესტური ენით თუ ასე შემდეგ და ყველაფერ ამ რესურსის გამოყენება არის ძალიან ეფექტური. ამის არაერთი кейსი არსებობს სკოლებში სხვათა შორის. ახლა კიდევ მინდა რომ ერთი ესეთი რაღაც ვკითხო მაია, რადგანაც ხარ შენ წარმომადგენელი იმ სტრუქტურის, რომელიც ზუსტად საგანმანათლებლო შეფასებას წევს პირველად და შემდეგ უკვე კონსულტირებას სმენის სირთულეების და არა მარტო სმენის სირთულეს მქონე მოსწავლეებთან, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში სმენაზე ვსაუბრობთ.
აი თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რა გამოწვევები არსებობს სკოლებში, ხო? ჩვენ ვისაუბროთ, რომ ხარისხიანი განათლებისთვის აუცილებელია, რომ იყოს შესაბამისი რესურსები და აქეთკენ მივისწრაფვით, რომ ეს რესურსები თანდათანობით გავზარდოთ და ხელმისაწვდომი გახადონ სკოლებმა, ამაში დავეხმაროთ სკოლებს. მიუხედავად ამ ყოველფრისა, აი ამ გარდამავალ ეტაპზე, ხო, რომელზეც ვიმყოფებით, რა გამოწვევებს შეიძლება წავაწყდეთ სკოლამდელ, სასკოლო ასაკის ეტაპზე და ზოგადად ეს ეხება ეს გამოწვევები მხოლოდ ტექნოლოგიებს, სტრატეგიებს, მასწავლებელთა მომზადებას, გარემოს თუ აი რა ფაქტორები შეიძლება რომ ესე ვახსენოთ იმ ინფორმაციაზე გაფუძნებით, რაც მულტიდისციპლინურ გუნდს და სკოლებს მოაქვთ ხოლმე თქვენთან როგორც საჭიროება და რადგან მე გიწევთ დამატებითი მუშაობა. რა გამოწვევები შეიძლება რომ ჩამოვთვალოთ. კი ბატონო, დიდი მადლობა და უბრალოდ პატარა კომენტარს გავაკეთებ, რაზეც საუბრობ თამარ. ესე იგი, კომუნიკაცია ხო, ანუ მოსწავლისთვის რა არის ხო სკოლის გარემო და სასწავლო პროცესი, ის არ არის მარტო მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კომუნიკაცია, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანატოლებთანაც გქონდეს კომუნიკაცია და ესე ძალიან მნიშვნელოვანი ერთ-ერთი რადგან გამოწვევებზეც რო გადავიდეთ, ხო? მნიშვნელოვანი გამოწვევა, იმიტომ რომ ნამდვილად ის სკოლა, რომელიც ემზადება მისაღებად და მან ეს წინასწარი იცის, რომ ეყოლება ხო, აი თქვა შეფასება გაზაფხულზე ხდება და არის ხო რაღაცა გარკვეული დრო სასწავლო წლის დაწყებამდე, თუ თქვა პირველ კლასელებზე ვისაუბრეთ, მომავალ პირველ კლასელებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლა როცა უკვე ინფორმირებულია მის თაობაზე, რომ მასთან სმენის სირთულეების მქონე მოსწავლე მოდის, იცოდეს მისი საჭიროების შესახებ და ყველა მოსამზადებელი ღონისძიება გაწიოს. და ერთ-ერთი რაც მასწავლებლის სახლის რესურსი, ვთქვათ, რაც იყო აღნიშნული, ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ელემენტარულ კომუნიკაციის დონეზე რო ისწავლოს, ხო, ეს ერთ დღეში ჩვენ ენას ვერ ვისწავლით ისე გამართულად, ხო, მაგრამ უწყვეტად მასწავლებელიც უნდა სწავლობდეს, ასე ვთქვათ, მაგრამ რაღაცა პირველადი საკომუნიკაციო უნარები ჯესტური ენის ცოდნით თუ ვთქვათ ჭირდება მოსწავლის, იმიტომ ყველა შემთხვევაში ესე არ არის, იმიტომ რომ ვთქვათ იგივე მოსწავლე მოდის, რომელმაც თვითონაც ხშირ შემთხვევაში არ იცის, ხო, ხა საჯარო სკოლებში ვინც მიდიან მოსწავლეები სმენის დარღვევით როგორც წესი მაინც არ იციან ჟესტური ენა და არა მარტო საჯარო სკოლებში, იგივე რესურს სკოლების შემთხვევაშიც, ხო? მაგრამ ნუ იქ ხდება ჟესტურენოვანი გარემო მასწავლებელი და თქვათ ამ პროცესში სწავლობს. ახლა როგორც აღნიშნე, აქაც ძალიან დიდია სპექტრი საჭიროებების და შესაძლებლობების და განსხვავებული საჭიროებებით მოდიან მოსწავლეები. შესაბამისად, თუმცა ხო გავინებით, თუ ვიცით, რომ უკვე სკოლა მიცის, რომ ეს არის მოსწავლე, რომელიც სულ მცირედ თუნდაც დამხმარე ენად დაჭირდება მას ჟესტური ენა, კარგია, რომ ელემენტარულ ბაზისურ დონეზე მოემზადოს. გარდა მაგისა აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ხო და ნუ რასაკვირველია, მოიძიოს, ყავს თუ არა თარჯიმანი, თქვათ იგივე რეგიონში, იმიტომ რომ თბილისში კიდე ცოტა უფრო რაღაცები მარტივია ხოლმე, მაგრამ რეგიონებში ვიცით, რომ ეს უფრო დიდ გამოწვევას წარმოადგენს, ხო, შესაბამისი კომპეტენციების მქონე და გამოცდილების და მზაობის, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება არ არის დიდი არჩევანი, რა, ახლა მაინდა-მაინც უნდა ხო, რომ შეიძლება იცი ჟესტური ენა, მაგრამ ვთქვათ სკოლაში თუნდაც დასაქმდეს. მაგრამ ნუ კიდევ ერთხელ ისიც გავითვალისწინოთ, რომ ყოველთვის არ არის მოსწავლე, რომელსაც მაინდა-მაინც შეიძლება სჭირდებოდეს, ხო, საჯარო სკოლაში რაც ამოდის, ვთქვათ ჟესტურენოვანი გარემო, თუმცა შეიძლება იყოს ამ კუთხით, რომ შევხედოთ და მოსწავლების მომზადება, რასაკვირველია თანატოლების, თუნდაც როგორ დაამყარონ კომუნიკაცია, თუნდაც იმისით შეიძლება ესე არის მოდეს და ვთქვათ, რომელი მხრიდან მიუდგეს წინ, რომ დაელაპარაკოს და ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლების მომზადება და ინფორმირება. იმიტომ რომ აი ჩემი ამ რამდენიმე წლიანი გამოცდილების საფუძვლად შემიძლია გითხრათ, რომ არის ძალიან ხშირად შემთხვევები, როდესაც სმენის სირთულეების მქონე მოსწავლე ყავს მასწავლებელს კოხლეარული იმპლანტით და არ აქვს ნათელი წარმოდგენა ამ ბავშვის სმენით შესაძლებლობებზე, სხვა შესაძლებლობებზე აღარ ვსაუბრობ, სმენით. და აი ყოფილა, რომ აღმოუჩენია მე-4 ან მე-5 კლასში, რომ კოხლეარული იმპლანტის მქონე მოსწავლეს თურმე არ ესმის. მაგრამ ეგონა და დარწმუნებული იყო ამდენი წლის მანძილზე იგივე სპეციალური მასწავლებელი ეგეთი შემთხვევაც ჰქონდა, რომ ბავშვი ესმის, იმიტომ რომ უკეთია კოხლეარული იმპლანტი. ანუ აი ეს პირველი
ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ხედვა ქონდეთ მასწავლებლებს და აგივე სპეციალისტებიც იყვნენ კარგად გადამზადებული ამ კუთხით, სპეციალური მასწავლებელი იქნება თუ ფსიქოლოგი, ამ კუთხით კარგად იყვნენ გადამზადებული, ხოლო მასწავლებელი მომზადებული, რას გულისხმობს სმენის სირთულეები, რა არის ის სპექტრი ხო სმენითი შესაძლებლობების თუნდაც და რამხელა განსხვავებულობასთან გვაქვს საქმე და რას შესაძლებლობას აძლევს კოხლეარული იმპლანტი თუ სასმენი აპარატი. ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ზოგჯერ რაღაცნაირად ისეთი დამოკიდებულება ჩნდება ხოლმე მოსწავლის მიმართ, რომ რადგან მას უკეთია ახლა სასმენი აპარატი ან უკეთია კოხლეარული იმპლანტი, ეს ნიშნავს, რომ მეჩვეულებად მას ვესაუბრები და მას ყველაფერი ესმის. და ამაზეც თქვენი სტუმარი თეა ისაუბრებს უფრო მეტს და ამიტომ მინდა რომ მალე დავასრულო უკვე ჩემი ნაწილი, შესავალი ნაწილი და ამ კუთხით მოკლედ მუდმივი გაძლიერება და მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლების, სკოლის, მათ შორის ადმინისტრაციის, რასაკვირველია თანატოლების, ყველასი აბსოლუტურად, რომ ინკლუზიური გარემო შეიქმნას ნამდვილად და ყველა ინფორმირებული იყოს და ყველა მომზადებული იყოს და ყველა ასე ვთქვათ სათანადოდ ეპყრობოდეს და სათანადოდ ურთიერთობდეს და ნუ მასწავლებლებს კიდევ უკვე მეტი მოეთხოვება და სპეციალურ მასწავლებლებს შესაბამის სწავლების ვთქვათ პროცესით შესაბამისად იყოს ხო სწავლების სტრატეგიებს თავაზობდეს. ერთი რაც მინდა უბრალოდ დავამატო ამ მომსახურების თაობაზე ჩვენ ვახსენეთ ხო ეს ახალი სტრუქტურული ერთეული, სადაც გადმოინაცვლა როგორც მულტიდისციპლინარულ გუნდმა, ასევე მასწავლებლის სახლის ინდივიდუალურმა კონსულტანტებმა, რომლებიც სკოლებს უწევდნენ ესე ვთქვათ ინდივიდუალურ დახმარებას და ძირითადად უფრო ქცევის მიმართულებით და ამიტომ ესე ვთქვათ სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურება არის ის სიახლე, რაც გვაქვს ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სისტემაში, გარე მხარდამჭერში, არა ის რაც სკოლაშია შიგნით და სწორედ ერთ-ერთი ეს მიმართულება სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურების არის სწორედ სმენის სირთულეების მიმართულებით, რომელსაც ამჟამად ჩვენი თანამშრომელია სწორედ თია წარმოადგენს, ეს არის სიახლე ამჟამად თქვა ამ მიმართულებით რაც შეგვიძლია შევთავაზოთ თიას მომსახურება, როდესაც სმენის სირთულეების მქონე მოსწავლე არის საჯარო ჩვეულებრივ კლასში, თქვა მომართვა, ამასთან დაკავშირებით და კონსულტირება მასწავლებლების რას პირობები შესთავაზოს მოსწავლეს, ასევე როდესაც ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი აფასებს ხო თუნდაც პირველადად ან შეფასებული შეიძლება სტატუსი მინიჭებული აქვს სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეს, როგორც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსი გააჩნია, მაგრამ რაღაცა განათლების სხვა ეტაპზე მოგმართავენ, ანუ თეას ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე კოლეგა მიმართავს მას, თქვა, თუნდაც შეფასების პროცესის მორგებაზე, რაღაცა ინფორმაციის გათვალისწინებაზე. ან თქვათ ზოგ შემთხვევაში თეაც თავისი კუთხით ერთვება ამ შეფასების პროცესში. ანუ აი ამ სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურების და მასში ჩართული სპეციალისტის და სპეციალისტების ფუნქცია, ესე ვთქვათ, არის შეფასების კომპონენტშიც, ან კონსულტირების თავისივე კოლეგასი ან რაღაცა კომპონენტების დამოუკება თვითონ შეფასების და ერთობლივი შეფასების დასკვნის მომზადებით და მეორე სკოლებისთვის და მშობლებისთვის უკვე დამატებით საკონსულტაციო მომსახურების გაწევით, შეიძლება ეს იყოს რაღაცა ვორქშოპი, ადგილზე მისვლა, თქვა გარემო პირობების შეფასება, დაკვირვება გაკვეთილზე თუ სკოლის წარმომადგენლებთან რაღაცა თუნდაც ონლაინ შეხვედრის ჩატარება, ეს არ არის თქვა ის ტრენინგი, თქვა რასაც მასწავლებლის სახლით თავაზობს უფრო ინდივიდუალურ მოსწავლესთან დაკავშირებული საკონსულტაციო მხარდაჭერა და ასევე გვყავს ენის მეტყველებისა და კომუნიკაციის სპეციალისტიც ასევე, რომელიც როცა საჭიროა სმენის სირთულეების მქონე მოსწავლის შეფასების თუ ასევე კონსულტირების გაწევის მასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მხარდაჭერის პროცესშიც ერთვება, ასე ვთქვათ, ისე რომ ამ ეტაპზე ეს ორი სპეციალისტის რესურსი შეგვიძლია შევთავაზოთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში გაფართოვდება სპეციალიზებული მომსახურება და ჩვენი კუთხიდან მეტი სპეციალისტი გვეყოლება ამ კუთხით ჩართული და მეტად ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის საჯარო სკოლებში, იმიტომ რომ რესურს სკოლას უფრო ყავს ეს რესურსი, ასე ვთქვათ, სპეციალისტების და ეს ძალიან კარგია, უბრალოდ ყველა საჯარო სკოლაში ნამდვილად არ არის ეს რესურსი ხელმისაწვდომი და მართლა ჭირდებათ ამ კუთხით სკოლებს გაძლიერება და ჩვენი მხარდაჭერა და აი თამარაც აღნიშნა ერთი
მინდა რომ აი ამით დავასრულე პრინციპში თუ სხვა კითხვა არ გაქვს თუ არ არის რასაკვირველია შეგვიძლია გავაგრძელოთ უბრალოდ არ მინდა რომ თეას დროც წავიღო იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან უკვე კონკრეტულ სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს აღნიშნე რომ უფრო მეტი მოსწავლე მოდის ხო საჯარო სკოლაში სმენის სირთულეების მქონე უფრო მეტი და მეტი გვყავს და ეს არის განპირობებული სწორედ ერთ-ერთი განმაპირობებელი არის კოხლეარული იმპლანტის ეს პროცედურა და იმპლანტაცია რაც საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაიწყო და უფრო მეტი და მეტი ბავშვისთვის გახდა ხელმისაწვდომი და შესაბამისად სმენის შესაძლებლობა მეტყრუ მოსწავლეს მეტყრუ ბავშვს მიეცა შესაბამისად არჩევანს აქედან გამომდინარე მშობელიც ხშირად უკვე საჯარო სკოლაზე მეტად აკეთებს, ხო? და ეს მოსწავლეთა სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა გაიზრდება და გაიზრდება სკოლებში, თქვათ, საჯარო სკოლებში მომავალშიც, რაც უფრო მეტი მოსწავლე ბავშვი გაიკეთებს, თქვათ, იმპლანტაციას და რაც თუნდაც ტექნოლოგიური განვითარება ზოგადად ძალიან აისახება ხოლმე, ხო, ბევრ რაღაცაში. მათ შორის სმენის აპარატებიც საკმაოდ განვითარდა, დაიხვეწა და უფრო კიდევ გაუმჯობესა სმენის საშუალებით, თქვათ, ლინგვისტური ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების შესაძლებლობა, ასე ვთქვათ. ისე რომ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ხშირია, რომ მშობელი უფრო საჯარო სკოლაზე აკეთებს აქცენტს და ეს გამოწვევები ხა რაც შეიძლება გვაქვს და უფრო მეტი გაცილერება გჭირდება განათლების სისტემაში, სკოლაში, ხო, სკოლის დონეზე. იმისათვის რომ მაქსიმალურად სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეზე მორგებული საგანმანათლებლო პირობები შევთავაზოთ და მაქსიმალურად მისი ყველანაირი რესურსი, რომ არაჩვეულებრივი რესურსების პატრონები არიან ნამდვილად სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეები, აი არ ვიცი და ვერ ხდება ხოლმე სამწუხაროდ, რაც ჩემთვის ყოველთვის ძალიან მტკივნეულია და იყო წლების მანძილზე. ამ მთელი მათი ამ შესაძლებლობის სათანადოდ რეალიზაცია ვერ ხდება ხოლმე. ამიტომ სულ მადარდებს ხოლმე, რომ მეტი და მეტი პასუხისგებლობა გვმართებს ხოლმე სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეების მიმართ ამ წინაშე უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი განათლების თვალსაზრისით, მაგრამ ასევე ძალიან ბევრია კიდევ გასაკეთებელი, აი ვთქვათ რეაბილიტაციო თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ როდესაც სკოლაში მოდის მოსწავლე, ხო? ის როგორც წესი მოდის უკვე რაღაცა მზაობით, რაღაცა შესაძლებლობით, უნარებით, რაც ძალიან მნიშვნელოვან საფუძველს ხდის შემდგომ უკვე სრულფასოვანი განათლების მიღებისთვის, ხო? ისე რომ აი ეს როგორ აღჭურვართ, მოვამზადებთ მოსწავლეს, როგორ ბავშვს, როგორ გავაძლიერებთ სკოლამდელ ასაკში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ერთი ფაქტორი და მეორე როგორ დავხვდებით და რა შევთავაზებთ უკვე სკოლაში ეს მეორე. ისე რომ აი ამ ორი კომპონენტის გაძლიერება, გაუმჯობესება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეების აკადემიურ შედეგებს, მიღწევებს და მომავალ პერსპექტივებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ბავშვისთვის. დიდი მადლობა მაია ამ გამოწვევების საპასუხოდ. შენ წარმოადგინე კიდე ის რეკომენდაციები და აუცილებლობები, ხო, რაც საჭირო არის, რომ გაკეთდეს და ნუ ვიცით რომ ნელ-ნელა ვაკეთებთ რაღაცებს. ერთი რაც მინდა აღვნიშნო, რომ იგივე მასწავლებლის სახლის ტრენინგ მოდულებში ჩვენ რომლებიც ეხებათ როგორც საგნის მასწავლებლების გადამზადებას, ისე სპეცმასწავლებლების გადამზადებას, სესიებად რამდენიმე სესიად ჩადებული გვაქვს ასევე სმენის სირთულის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში გამოსაყენებელი ძირითადი რეკომენდაციები, თუმცა ეს ვებინარი არის იმისთვის, რომ უფრო ფართო მასშტაბით მოусმინონ ადამიანებმა ამ რეკომენდაციებს და იმათაც მოусმინონ, რომლებიც შეიძლება ამ ტრენინგებს არ გადიან ინტენსიურ რეჟიმში. ამიტომ თეას თან გადავალ ახლა ზუსტად აი ამ ხიდით დავეტყვი, რომ ძალიან ღირებულია ყველა ის რეკომენდაცია, ყველა ის საგანმანათლებლო მიდგომა, რაც თეა მოამზადა პრეზენტაციის სახით, რომელსაც ახლა წარმოგვიდგენს აუდიტორიის წინაშე. თეა ალბათ გააქვს შენ პრეზენტაციის გაზიარების უფლება და ამის შესაძლებლობა, ხო, ტექნიკურად თუ არა და
კი ბატონო, მე აი დიდ ზიარდება. მადლობას გადავიხდი მაშინ მოსმენისთვის და მეც აქ ვარ, თუ კითხვები იქნება, შემდგომ უბრალოდ კამერას გაგედიშებით, რომ ზედმეტი გამღიზიანებელი არ იყოს ეკრანზე და აბა სასიამოვნო და საინტერესო გაგრძელებას ვუსურვებ ყველას. კი ბატონო, მადლობა მაია, ესეთი ენთუზიაზმისთვის და ესეთი გულწრფელი ჩართულობისთვის ამ ვებინარში. კი ბატონო, პრეზენტაცია გაზიარდა, ვიზუალურად კარგად ჩანს და იკითხება და თეა, მოკლედ დაგითმობთ ასპარეს. მოგესალმებით, პირველ რიგში ჩემი ხმის გამო მოგიხდით, ბოდიში ცოტა დაემთხვა გაციებული ვარ, მაგრამ არა უშავს პრეზენტაციას ჩავატარებთ კარგად. ანუ ჩვენ დღევანდელი თემები, რაზეც შევარჩიე, რომ გვესაუბრა, ეს იყო სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა სმენითი თავისებურებები და ამ თავისებურებით გამოწვეული საგანმანათლებლო საჭიროები და გამოწვევები, რომლებიც ძირითადი აქცენტი ამ შემთხვევაში მექნება საჯარო სკოლაში ყოფ ბავშვებზე და არა თქვათ 203 ან 55 ბავშვი 55 საჯარო სკოლაში ყოფ სმენადაზიანებულ ბავშვებზე. სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეთა სწავლების ხელშეწყობა, აი გარემოში რა შეიძლება გაითვალისწინოს კონკრეტულად მასწავლებელმა რეკომენდაციები გვექნება, იქნება ეს სასწავლო სტრატეგიებზე, გარემოს მოწყობაზე თუ სხვადასხვა რესურსის შექმნაზე. ასევე დამხმარე ტექნოლოგიები სკოლის სივრცეში რა შეგიძლება გამოვიყენოთ, რაც დაგვეხმარება, თქვათ, უკეთესი კომუნიკაციაში, სწავლების პროცესში და სკოლას, მშობლსა და სხვა სპეციალისტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე მინდა აუცილებლად ბოლოს გავამახვილო ყურადღება. სანამ დავიწყებთ ყველა ამ გამოწვევაზე საუბარს, უბრალოდ სამახსოვროსავით რომ გავიხსენოთ გქონდეს რასთან გვაქვს საქმე, ხო, რა არის სმენის დაქვეითება და რა არის სიყრუე. სმენის დაქვეითება ეს არის გარემოში არსებული ხმების სმენითი აღქმის დარღვევა სხვადასხვა ხარისხით. და ერთი შეგვიძლია დავეხმაროთ ამ შემთხვევაში, ეს არის ტექნოლოგიური მოწყობილობა, ან დამხმარე მოწყობილობა, ინდივიდუალური სასმენი აპარატი, რომელიც აძლიერებს ნარჩენ სმენას. ანუ ეს ნიშნავს, რომ ადამიანს ბავშვს დასრულს სმენის გარკვეული ნაწილი შენარჩუნებული აქვს, არის რაღაც სიხშირეები, რომელიც მას ესმის, არის ხმები, რომლის სმენითი აღქმა მას შეუძლია, მაგრამ არის ისეთი ხმები, რომლის მოსმენას და გაგებაც მას არ შეუძლია და სწორედ აი ამის გაძლიერებაში და გაუმჯობესებაში არსებული სმენის გაუმჯობესებაში ეხმარება მას სასმენი აპარატები. და არის ყრუ ადამიანი პირი, რომელსაც არ ესმის და ეს სმენის იმგვარი დარღვევაა, როდესაც ადამიანს სასმენი აპარატითაც კი არ შეუძლია გარემოში არსებული ხმებისა და მეტყველების მოსმენა და სმენით აღქმა გაგება. ამ შემთხვევაში სმენას აუმჯობესებს დამხმარე მოწყობილობა არის კოხლეარული იმპლანტი, რომელიც ოპერაციულად დგება ხოლმე შიდა ყურში. რა განსხვავება არის ამ სმენის სხვადასხვა ხარისხებს შორის, უბრალოდ წარმოდგენა რო შეგვექმნას, როგორ ესმით ბავშვებს, რომლებიც არიან ჩვენთან საკლასო ოთახში, ხო? თუ კი აქვს ბავშვს პირველი ხარისხის, ანუ მსუბუქი ხარისხის სმენის დაქვეითება, აი დაახლოებით წარმოიდგინეთ, რომ აი ამ რადიუსში არის სმენის დაქვეითება. დაახლოებით აი ამის ზევით, აი ამ ხაზის ზევით რაც არის, რომ არ ესმის და თქვენც ხედავთ, რომ ძალიან ბევრი სამეტყველო ბგერა სწორედ აი ამ რადიუსში, აი ამ დიაპაზონში არის განლაგებული, ხო? ამ შემთხვევაში ადამიანს არ ესმის ჩურჩულით მეტყველება და ხმაურში ნორმალური ხმით ნათქვამი წარმოთქმული მეტყველება. მეორე ხარისხის სმენის დაქვეითება, ანუ ზომიერი სმენის დაქვეითება თუ აქვს ადამიანს, დაახლოებით ლავირებს აი ამ დიაპაზონში სმენის დარღვევა. და რო წარმოვიდგინოთ ეს უხეშად რო ვთქვათ, რაც აი ამის ზევით არის, აი ეს ადამიანს არ ესმის და ამ შემთხვევაში ყოველდღიური მეტყველების გაგების სირთულესთან გაგვაქვს საქმე. თუმცა მეტყველება ახლოს ნათქვამი, ხმამაღლა ნათქვამი, სიჩუმეში ნათქვამი მისი ყურისთვის აღსაქმელი არის. ოღონდ ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ შიშველ ყურზე, ანუ როდესაც არ უკეთია დამხმარე მოწყობილობა, არ უკეთია სასმენი აპარატი. მესამე ხარისხის, ანუ მძიმე სმენის დაქვეითება, რომელიც ლავირებს აი ამ დიაპაზონში, ესმის მხოლოდ მაღალი ხმები
მესმის მეტყველება შეიძლება სმენით აღიქვას, მაგრამ ვერ გაარჩევს რაზე არის საუბარი და გართულებულია მეტყველების გარჩევადობა. ასევე ლოკალიზაცია, საიდან მოდის ხმები, ჩურჩულით მეტყველება, რა თქმა უნდა, არ ესმის და მეოთხე ხარისხის სმენის დაქვეითება, ანუ ღრმა ხარისხის სმენის დაქვეითება, რომელიც ბოდიში ლავირებს დაახლოებით აი ამ დიაპაზონში. ესმით მხოლოდ ძალიან მაღალი ხმები, ანუ როგორც ვთქვათ, მოტოციკლეტის ხმა, მანქანის ხმა, დოლზე დარტყმის ხმა, უფრო მჟღერი ტელეფონის ზარის ხმა, ამ სმენითი ახლა მას შეუძლია და შემდეგი 4 ხარისხი გვაქვს სმენის დაქვეითების და შემდეგი არის მეხუთე სმენის მდგომარეობა, ეს არის სიყრუე 91 დეციბელზე მეტი. ამის ქვევით და ამ შემთხვევაში შეეგრძნობენ ვიბრაციებს მხოლოდ ძალიან მაღალი ხმებიდან. და ძალიან მინდა დავიმახსოვროთ, რას პირველი ხარისხის სმენის დაქვეითება რომელ დიაპაზონში არის და რა ეს მოსმენა შეგვიძლია ამით და რისი არ შეგვიძლია. აი რატომ ახლა შემდეგი სლაიდი გვიჩვენებს ზუსტად. როგორც მაიამაც აღნიშნა უკვე, ძალიან ხშირად აქვთ ხოლმე მოლოდინები სპეციალისტებსაც, ზოგ შემთხვევაში პედაგოგებსაც, მშობლებსაც, რომ თუ კი გაიკეთებს კოხლეარულ იმპლანტს, ან კარგ სასმენ აპარატს, ბავშვის სმენა ნორმალურ სმენას მიუახლოვდება და 100%-ით გაიგონებს ყველაფერს. მინდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის არავითარ შემთხვევაში. სვენა დაზიანებულ ბავშვს ყველაზე კარგი სასმენი აპარატი თუ კოხლეარული იმპლანტითაც კი არ ესმის ისე როგორც გვესმის ჩვენ. ანუ ყველაზე კარგად მომართული ბავშვის სმენის მდგომარეობაზე მორგებული სასმენი აპარატი და კოხლეარული იმპლანტიც კი სმენის ზღურბლებს აღწაწევს 30 დეციბელამდე, რაც პირველი ხარისხის სმენის დაქვეითებას ნიშნავს. ანუ კოხლეარული იმპლანტი თუ ეკეთია ბავშვს, უნდა ვიცოდეთ, რომ მას აქვს პირველი ხარისხის სმენის დაქვეითება და არის ისეთი ბგერები, სამეტყველო ბგერები, ან ჩუმი ბგერები, რომელიც მისი სმენისთვის მიუწვდომელია და ვის ამის გაგებას და აღქმას ვერ შეძლებს. იდეალურად მომართული აპარატები, ხანგრძლივი რეაბილიტაცია არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ბავშვი აუცილებლად ყველაფერს გაიგონებს, გაიაზრებს და დაიწყებს მეტყველებას. სამწუხაროდ ხშირად აქვთ ხოლმე მოლოდინები, რომ თუ კი გაიკეთებს კოხლეარული იმპლანტს ან გაიკეთებს სასმენ აპარატს, აუცილებლად უნდა დაიწყოს მეტყველება. და ამ შემთხვევაში გვავიწყდება ის, რომ სასმენი აპარატი და კოხლეარული იმპლანტი არის სმენის დამხმარე მოწყობილობები. ანუ ისინი აუმჯობესებენ არსებულ სმენას, მაგრამ არსებულ სმენას ან არ არსებულს ჩაანაცვლებენ კოხლეარული იმპლანტები, ხომ? მაგრამ დაიწყებს თუ არა ბავშვი მეტყველებას და ამეტყველდება თუ არა, ასევე გაიგებს თუ არა მისადმი მიმართულ მეტყველებას, ეს ძალიან ბევრ ფაქტორებზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში შეიძლება გავლენა ექონიოს ამაზე, რა საკში გაუკეთდა იმპლანტაცია. რა საკში დაკარგა სმენა, იყო თუ არა სმენის დაზიანება თანდაყოლილი თუ მოგვიანშეძენილი, რომელ ასაკში შეიძინა, თქვათ, უკვე მეტყველებდა თუ ამეტყველებამდე დაკარგა. ხო არ არის თანხმლები რაიმე სხვა დიაგნოზი ან სხვა მდგომარეობები, როგორ წარიმართა მისი რეაბილიტაცია, თვითონ ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებზე და ვიცით, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია. თუნდაც რო ავიღოთ ერთი მედიკამენტი თუ კი ერთ ადამიანზე კარგად მოქმედებს, შეიძლება მეორე ადამიანზე იგივე მედიკამენტმა არანაირი შედეგი არ გამოიღოს, ხო? ყველა ადამიანი ინდივიდები ვართ და არ ნიშნავს, რომ თუ კი კოხლეარული იმპლანტაცია აქვს აკეთებული, ყველას ერთნაირი შედეგი ექნება. ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს ამ ყველაფერზე. ამიტომ ჩვენც ნუ გვექნება იმის მოლოდინები, რომ თუ კი კოხლეარული იმპლანტი უკეთიან ბავშვს ყველაფერი ესმის, ყველაფერს იგებს მიმართული მეტყველებითაც და აუცილებლად ისევე იმეტყველებს, როგორც ჩვენ მეტყველებთ. ეს ყოველთვის ასე არ ხდება. რა თქმა უნდა, არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ძალიან კარგი შედეგი გვაქვს, დროულად აღმოჩენილი სმენის დაზიანება არის, დროულად იმპლანტირებული არის ბავშვი, დროულად დაწყებული და სწორი მიმართულებით არის რეაბილიტაცია ჩატარებული და ბავშვსაც შესაბამისად აქვს იმის უნარები, რომ ეს ყველაფერი კარგად აითვისოს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში განსხვავებული შედეგი გვაქვს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ახსოვდეს, რომ მეტყველების სმენით აღქმა და მეტყველების გარჩევადობა განსხვავდება ერთმანეთისგან. ფიზიკური სმენა შეიძლება ძალიან კარგად განუვითარდეს რეაბილიტაციის შედეგად ბავშვს, ძალიან კარგად გაარჩიოს ხმები ერთმანეთისგან, აი შეიძლება ძალიან მინიმალური ჰაჩუნის ხმაც კი აღმოაჩინოს სმენით, მაგრამ მიმართული მეტყველება მისთვის გასაგები არ იყოს. ან იყოს ისეთი სიტუაციები, რომელშიც ბავშვს არ ესმის.
ანუ თუ ვესაუბრებით თქვათ ნელი ტემპით, თუ კი ჩემბაგეებსაც ხედავს, იცნობს იმ თემატიკას რაზე არის საუბარი, ის ამ მეტყველებას აუცილებლად აღიქვავს და გაიგებს და გაიაზრებს, მაგრამ არის ისეთი სიტუაციები და ესეთი მდგომარეობები, როდესაც ბავშვისთვის მეტყველება არ არის გარჩევადი და ამას ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ უფრო დეტალებში, რა ფაქტორები ახდენენ გავლენას მეტყველების აღქმაზე სმენადაზიანებული ბავშვის მიერ. ასევე არაფორმალურ საკლასო დისკუსიებში სმენადაზიანებული ბავშვი ვერ მოისმენს და ვერ გაიგებს სრულ ინფორმაციას. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს თუნდაც საკლასო ოთახში, ვიცით რომ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ესეთი დისკუსიები და განსაკუთრებულად გავამახვილოთ და ყურადღება მივაქციოთ ჩვენ სმენადაზიანებულ ბავშვს. სმენადაზიანებული ბავშვი უნდა გვახსოვდეს, რომ ხარჯავს უფრო მეტ დროს და ენერგიას მოსმენაზე. მას სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა, რომ ბოლომდე შეინარჩუნოს სმენითი ყურადღება და კონცენტრაცია მოახდინოს მოსაუბრის მეტყველებაზე. მას სჭირდება უფრო მეტი დრო მოსმენილი მეტყველების გასაახსაქმელად, გასააზრებლად, ამ ინფორმაციის გადასამუშავებლად და უკავშირის დასაბრუნებლად. სჭირდება უფრო მეტი ენერგია, რომ ეს გარემო ხმაურის ფაქტორი, რაც ჩვენ ხელს არ გვიშლის და ჩვენი ყური ბუნებრივად ამას გაცხრილავს და არანაირად არ მივაქცევთ ყურადღებას, სმენადაზიანებული ბავშვისთვის იქნება სასმენი აპარატით თუ კოხლეარული იმპლანტით, ეს დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. ეს გვაძლევს იმ შედეგს, რომ ბავშვი ძალიან მალე იღლება, შეიძლება იყოს გაღიზიანებული, ექნება პრობლემა ყურადღების კონცენტრაციაში და შესაბამისად მე ადვილად ნებდება, შეიძლება ძალიან მარტივი პრიმიტიული შეცდომებიც კი დაუშვას და ან არ გამოავლინოს ინიციატივა, არ აიწიოს ხელი, არ ჩაერთოს დისკუსიაში, არ ჩაერთოს ჯგუფურ აქტივობებში და ასე შემდეგ. რაც შეეხება მასწავლებლის მიერ გადაცემულ ინფორმაციას, ყველა ეს ფაქტორი ზუსტად ახდენს გავლენას იმაზე, რომ კლასში მასწავლებლის თუ თანაკლასელების მიერ ნათქვამი და გადაცემული ინფორმაციის 50%-ს ბავშვი ტოვებს. რაც ესეთი ერთ-ერთი უნარი არის შემთხვევითი დასწავლა, რაც გვაქვს ჩვენ ნორმალური სმენის მქონე ადამიანებს, ხო? პატარა ასაკიდანვე არავის მიზანმიმართულად ჩვენთვის რაღაცები შეიძლება არ დაუსწავლებია, მაგრამ რაღაცას ყური მოვკარით, დაგვაინტერესა, დავიმახსოვრეთ, ხშირად მოვისმინეთ და დაგვამახსოვრდა ამ სიტყვის ჟღერადობა, მნიშვნელობა და შემდეგ გამოვიყენეთ. აი ეს შემთხვევითი დასწავლის ფაქტორი სმენადაზიანებულ ბავშვებში მინიმალური არის, იმიტომ რომ მას მათ შეიძლება ითქვას, რომ არ გააჩნიათ ან ძალიან სუსტად აქვთ. მათ უჭირთ, რომ ესე უცბად დაიჭირონ სმენით რაღაცა ნათქვამი ქუჩაში ან თუნდაც საკლასო ოთახში, დაიმახსოვრონ, გაიაზრონ და მერე თავადაც გამოიყენონ. სმენადაზიანებული ბავშვის შემთხვევაში მიზანმიმართულად დაისწავლეს ბევრ უნარს, იმას, რასაც მისი თანატოლები, რომელთაც სმენის სირთულე არ გააჩნიათ, დაუგეგმავად და ბუნებრივად სწავლობენ. რაც შეეხება საკლასო სივრცეში, რა სირთულებს აწყდებიან ჩვენი ბავშვები. პირველი ეს არის რევერბერაცია. რევერბერაცია ეს არის ექოს ეფექტი, მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ხდება ჩვენს მიერ გამოცემული ბგერის ასხლეტვა სხვადასხვა ზედაპირიდან და შემდეგ დაბრუნება ისე უკან. ექოს ანუ თქვენც ალბათ მოხვედრილ ხართ ღია სივრცეში ან ცარიელ ოთახში და რო საუბრობთ თქვენივე ხმა ძალიან ხშირად უკან დაგბრუნებიათ. ჩვენი ყურისთვის ამის აღქმა და გამოხშირვა ნამდვილად არ წარმოადგენს სირთულეს. თუმცა სმენადაზიანებული ბავშვისთვის, რომელიც მოიხმას დამხმარე მოწყობილობას, სასმენ აპარატს თუ კოხლეარულ იმპლანტს, მისი აპარატისთვის აი ამ ექოს ეფექტის რევერბერაციით მიღებული უკან დაბრუნებული ბგერის გადამუშავება ძალიან რთული ხდება და ეს ერთი ბგერა მეორეს დაედება და მეტყველება მისთვის არის, როგორც გითხრათ, როგორც გადღაბნილი სურათი. მისთვის მეტყველების აღქმა ასეთ სივრცეში ძალიან რთულია, ასეთ გარემოში. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მანძილს, ანუ დაშორებას მოსაუბრის წყაროდან. დაახლოებით ამ სურათს თუ ხედავთ, რომ ყოველ 1 მეტრში მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ მეტყველებას ჟღერადობას კარგავს დაახლოებით 5 დეციბელით, ხო? ანუ თუ კი სმენადაზიანებული ბავშვი გვიზის უკანა მერხზე ან უკანა რიგებში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მისთვის ჩვენი მეტყველება ძალიან რთულად აღქმადი იქნება და არ ესმის ისე, როგორც იმ ბავშვს, რომელიც პირველ მერხზე გვიზის. ეს არა მხოლოდ სმენადაზიანებულ ბავშვს, ჩვენზეც რომ გამოვცადოთ და ჩვენი თავიც რომ წარმოვიდგინოთ ამ სიტუაციებში, თქვენც იგივენაირად
გესმოდათ სავარაუდოდ, ვინც არის ბოლო მერხებს ეიჯეკით ხოლმე, რომ ისე კარგად არის მის მეტყველება, როგორც პირველ მერხზე მжდომი ადამიანი ბავშვისათვის, ხო? ამიტომაც განსაკუთრებით უნდა გავითვალისწინოთ ეს ჩვენი სმენა დაზიანებული კოხლიარული ან სასმენი აპარატის მომხმარებელი ბავშვის შემთხვევაში. დიფრაქცია, ანუ თავისჭრილის ეფექტი. ეს გულისხმობს, რომ თუ კი ბავშვს ყურის ერთი ყური აქვს მხოლოდ იმპლანტით ან სასმენი აპარატით, ანუ ჩვენ ვეძახით ხოლმე სმენის პროთეზირება, სმენა პროთეზირებული და ჩვენ ვესაუბრებით მეორე ყურის მხარეს, რომელზეც არც სასმენ აპარატს ან კოხლიარული იმპლანტს არ მოიხმარს, ჩვენს მიერ ნათქვამმა წარმოთქმულმა სიტყვებმა წარმოედგინოთ თავს უნდა გარშემო შემოუაროს და აღიქვას ამ აპარატის მიკროფონმა. ამ შემთხვევაში ისევე როგორც მანძილის დროს ჩვენი წარმოთქმული მეტყველების ჟღერადობა იკარგება და ისევე ცუდად აღიქმება როგორც თქვა შორი მანძილიდან მოსმენილი მეტყველება. ასევე დიდ სირთულეს წარმოადგენს ხმაურის ფონზე მეტყველების აღქმა. ამ შემთხვევაში არის ხოლმე სასარგებლო და ხელისშემშლელი სიგნალების თანაფარდობა გაიზომება ხოლმე. სასარგებლო სიგნალები კონკრეტულ შემთხვევაში, თქვა საკლასო ოთახში, ეს შეიძლება იყოს მასწავლებლის მეტყველება, რომელიც ხსნის ახალ გაკვეთილს. მაგრამ ის ხმაური, რომელსაც წარმოქმნიან თუნდაც თანაკლასელები, ან გადაულაპარაკებენ ერთმანეთს, ან შეიძლება წიგნი გადაფურცლონ, ან შეიძლება ვიღაცამ რაღაცა ჩაიწეროს. ეს ხმაური, რომელიც ჩვენთვის არ არის ხელისშემშლელი, განსაკუთრებულად აღიქმება ამ აპარატის მიკროფონის მიერ და ესეც ხელს უშლის ბავშვს ამ სასარგებლო სიგნალის, ანუ მასწავლებლის ხმის მოსმენაში და აღქმაში. ანუ თუ კი ასევე თუ ხმაურიან გარემოში მოხვდა ბავშვი, როგორიც არის თქვა კაფე, ქუჩა, სხვადასხვა აუდიტორია, სადაც ბევრი ადამიანია და ბევრი ადამიანი საუბრობს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში სმენა დაზიანებულ ბავშვებს მეტყველების აღქმა და გაგება და დაჭერა ძალიან უჭირთ. ასევე უჭირთ ჩქარი ტემპით ნათქვამის გაგება და გააზრება. ეხლა მე ვცდილობ რომ ნელა ვისაუბრო, მაგრამ თუ კი ჩემ მეტყველებას აუჩქარებ, თქვენთვის ეს მაინც გასაგები იქნება, რაზე ვისაუბრე. ასეთ მეტყველებას სმენა დაზიანებული ბავშვი კოხლიარით და სასმენი აპარატით ვერ გაიგებს, ან ძალიან გაუჭირდება, ან შესაძლოა რაიმე ნაცნობი სიტყვები დაიჭიროს და კონტექსტიდან გამომდინარე მიხვდეს რაზე იყოს საუბარი. თუმცა არ გვაქვს გარანტია, რომ კონტექსტად სწორად გაიგებს და სწორად აღიქვამს ჩვენს ნათქვამს და სწორად გაიაზრებს. სირთულეს წარმოადგენს ზურგით მდგომი მოსაუბრის მეტყველება. ამ შემთხვევაში ხა მეც რო შევბრუნდე თქვენგან ზურგით და მეთანხმებით, რომ ჩემ ხმის ჟღერადობამ დაკარგა, ხო, ესეთ ინტენსივობა. ზუსტად იგივეს და უფრო მეტი პროცენტით განიცდის სმენა დაზიანებული ბავშვი კოხლიარითაც და სასმენი აპარატითაც. ბგერის წყაროს ადგილის აღმოჩენა, საიდან მოდის ხმა, ახლოს არის თუ შორს არის, მარჯვნიდან მარცხნიდან, საიდან ეძახი, საიდან მორბის თქვა ძაღლი რომელიც ყებს, აი ამის აღმოჩენა ძალიან ხშირად სირთულეს წარმოადგენს, თუ კი მას არ აქვს შესაბამისი რეაბილიტაცია თავის დროზე გავლილი. რამოდენიმე მოსაუბრის პირობებში მეტყველების გარჩევა, ძალიან ხშირად არის ხოლმე დისკუსიები, როდესაც რამოდენიმე ადამიანი იღებს დისკუსიაში მონაწილეობას. ამ შემთხვევაშიც უჭირს ბავშვს ფოკუსირება კონკრეტულად ერთ მოსაუბრეზე და დანარჩენი არასასურველი ხმების გამოხშირვა და უგულებელყოფა, ხო? არასათანადოდ განვითარებული ლექსიკური მარაგიც დიდ სირთულეს წარმოადგენს, იმიტომ რომ თუ კი ცოტა გვიან მოხდა მისი იმპლანტირება და როგორც მეტყველებას გააჩნია თავისი სენსიტიური პერიოდი და ვიცით რომ ასაკის შეამთავრებს, ზუსტად ასევე გააჩნია თავისი სენსიტიური პერიოდი სმენასაც, როცა და ეს არის 3 წლის ასაკი. უფრო გვიან იმპლანტირებულ ბავშვების შემთხვევაში ძალიან დიდი ბოდიში ხშირი არის ხოლმე, რომ უჭირთ ბავშვებს დაეწიონ თავიანთი თანატოლების ლექსიკურ მარაგს და აითვისონ იგივე რაოდენობის თქვა სიტყვები და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს უკვე აისახება მის საკლასო სივრცეში, მის კომუნიკაციაზე, ურთიერთობაზე, დასწავლაზე და ასე შემდეგ. ასევე აქვს სპეციფიური აღქმის, აზროვნების და მეხსიერების თავისებურებები, რაში მდგომარეობს ის, მათთვის უფრო წამყვანი არის ვიზუალური მხარე და აღქმაც, აზროვნებას და მეხსიერებაშიც ბოდიში
ვიზუალურად მიწოდებული ინფორმაცია მათთვის უფრო კადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელია, ვიდრე მხოლოდ თეა, სმენ. მოდი თუ გინდა 1-5 წუთი შესვენება შეგვიძლია. თუ გჭირდებათ დრო, რომ ასე ვთქვათ, სული მოითქვათ, არ პრობლემა. არა, სლაიდი გაციებული ვარ და ამის გამო ცოტა თუ მოგინდებათ, რომ 5 წუთი შესვენება ავიღოთ ერთი სლაიდიდან მეორეზე გადასვლის მომენტში, შეგვიძლია რომ ეს გამოვიყენოთ, არ იქნება პრობლემა. კი ბატონო, მადლობა. რითი განსხვავდებიან სმენა დაზიანებული ბავშვები თავიანთი თანაკლასელებისგან, ხო? აი რითი შეიძლება ამოვიცნოთ და ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ხშირად არადიაგნოსტირებული სმენის დაქვეითების მქონე, ანუ ის ბავშვები, რომთაც არ აქვს დიაგნოსტირებული, რომ სმენის დაქვეითება აქვს, თუნდაც დაბალი ხარისხით, ძალიან ხშირად ესეთი ბავშვები სწავლობენ საჯარო სკოლაში, ჩვეულებრივი ეროვნული სასწავლო გეგმით და სწორედ აი აქ გვექნება პრობლემა, რომ ხშირად ვერ ეწევიან იმ მასალას, ვერ დაისწავლიან, ასე ვთქვათ, იმ ინფორმაციას და ძალიან ცუდია, რომ საქართველოში სასურველია, რომ გქონდეს არა მხოლოდ სამშობიარო სკრინინგი, არამედ სასკოლო ასაკშიც, მით უმეტეს დაბალ სასკოლო ასაკშიც რო ხდებოდეს სმენის სკრინინგი, როგორც ეს ხდება განვითარებულ ქვეყნებში, რომ სწორედ ეს არადიაგნოსტირებული სმენის დაქვეითება თუ კი დროულად იქნება აღმოჩენილი, შესაბამისად დროულად მივაწოდეთ შესაბამის დახმარებას და სერვისს ამ ბავშვებს და არ გვექნება საქმე იმასთან, რომ აკადემიური, ვთქვათ, მათი მოსწრება ჩამორჩება მათ შესაძლებლობებს და თანატოლებს. ამ შემთხვევაში რითი შეიძლება განვასხვაოთ და რითი შეიძლება ამოვიცნოთ, ხო, ჩვენთან საკლასო ოთახში ეს სმენა დაზიანებული ბავშვი, რომ არ გვპასუხობს, როდესაც მას მიმართავენ. ხშირად ითხოვს, რომ გაიმეორონ, რომ ვერ გაიგო. თუ კი ყურადღებით გაკვირდებათ ბაგეებზე, ეს დამატებითი სტიმულია მისთვის, რომ გაიგოს და მოისმინოს მეტყველება და გაიაზროს. იშვიათია, რომ მაშინვე მისდიოს ინსტრუქციებს, ანუ რაღაცა დრო ჭირდება ინფორმაციის გადასამუშავებლად, აღსაქმელად და ამის შემდეგ აიწყებს უკვე გაკეთებას. ხშირად არასწორად იგებს, ან შეიძლება დააიგნოროს ინსტრუქციები. უმნიშვნელო წვლილი შეიძლება შეიტანოს ჯგუფურ განხილვებში, ან საერთოდ შეიძლება არ ჩაერთოს ესე ჯგუფურ აქტივობებში. შეიძლება დააკვირდეს ჯერ სხვას, როგორ გააკეთებს რაღაც დავალებას და შემდეგ იწყებს უკვე თვითონ შესრულებას. შეიძლება ძალიან ხშირად ჩიოდეს, რომ შეუძლებელია მოსმენა და ამ სიტუაციაში უჭირს მას რაღაცის მოსმენა და გაგება. ხშირად საჭიროებს დახმარებას მეგობრებისგან და ითხოვს კიდევაც მათგან დახმარებას, თუ კი მალე იღლება გაკვეთილზე, შეიძლება საუბრობდეს ძალიან ხმამაღლა, ან პირიქით ძალიან ხმადაბლა, იმიტომ რომ საკუთარი მეტყველების ჟღერადობის სმენით გაკონტროლება მას უჭირს. ადვილად ღიზიანდება, შეიძლება გამოიყურებოდეს, უყურადღებოთ, ან მეოცნებეთ, ანუ ცდილობს რაღაც მომენტში თავიდან აიცილოს ის სიტუაციები, რომელიც მისთვის სტრესულია, რადგან არ ესმის. ურჩევნია მარტოდ ყოფნა და უხალისოდ იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ჯგუფურ აქტივობებში. რაც შეეხება, როგორ მოვაგვაროთ ყველა ეს პრობლემები, რა უნდა გავითვალისწინოთ სმენა დაზიანებულ ბავშვთან მიმართებაში, ხო? პირველ რიგში და ყველაზე მარტივი, ასე ვთქვათ, ეს არის ფიზიკური გარემოს მოწყობა სმენის დაზიანების პრობლემის მქონე ბავშვებთან. და რა უნდა გავითვალისწინოთ? პირველ რიგში ეს არის გასათვალისწინებელი აკუსტიკა, როგორც წევით ვისაუბრეთ უკვე ეს რევერბერაციის ეფექტი და ასე შემდეგ, რომ არ იყოს კლასში ესეთი ეხოს ეფექტი და ბავშვმა კარგად მოისმინოს, სასურველია, რა თქმა უნდა, რომ რბილი ატაკი გქონდეს, მაგრამ ეხლა გასაგებია, რომ საჯარო სკოლებში ამის უზრუნველყოფა ნამდვილად ზღაპრის მას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია გვიცეთ რეკომენდაცია, რომ იმ ოთახში, სადაც სწავლობს სმენა დაზიანებული ბავშვი, არ არის რთული, რომ თუნდაც მერხს სკამს ძირზე მივაკრათ, თუნდაც სქელი ქეჩა, ან რამე რბილი მასალა, რომ არ მოხდეს თუნდაც ხახუნი და ამან დამატებითი ხმაური არ გამოიწვიოს. შესაძლებელია კედლები არ შევღებოთ ესეთი ზეთის საღებავებით, იმიტომ რომ ეს პრიალა ზედაპირები განსაკუთრებით აირეკლავენ ამ ბგერას და იწვევენ რევერბერაციის ეფექტს. ასევე ავეჯი სასურველია, რომ არ იყოს ესეთი პრიალა ზედაპირის
შეიძლება გამოვიყენოთ სქელი ფარდები, ან კედლების რაღაც ესეთი შენიღვა სქელი რაღაც სხვადასხვა მასალით, რომ არ მოხდეს ეს რევერბერაციას და ეფექტი, რევერბერაციის ეხოს ეფექტი და ბავშვმა კარგად მოისმინოს გაკვეთილზე მასწავლებლის საუბარი. ასევე სასურველია, რომ ოთახი, სადაც ისწავლის სმენადაზიანებული ბავშვი, ქუჩიდან შემომავალი ხმაურისგან იყოს დაცული. მაინცსა და მაინც ქუჩის მხარეს არ იყოს განთავსებული. და როგორც მაიამ აღნიშნა ზევით, რომ თუ კი სკოლა ინფორმირებულია, რომ მასთან სექტემბერში თქვათ მოდის პირველ კლასში ბავშვი, რომელსაც აქვს სმენის დაქვეითება, სასურველია, რომ ამ კლასების გადანაწილების პროცესში ეს ფაქტორები ყველაფერი გათვალისწინებული იყოს. ოთახში უნდა იყოს კარგი განათება, რომ ბავშვმა შეძლოს დაკვირვება კარგად სწავლებლის სახეზე, თანაკლასელების სახეზეც, იმიტომ რომ ეს მისთვის დამატებითი ინფორმაციის მიმცემია იმ შემთხვევაში, როდესაც მას კარგად არ ესმის, ხო? ხმაური იქნება, ეს რევერბერაცია იქნება თუ სხვა ფაქტორები. დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილს, სად განვათავსებთ საკლასო ოთახში სმენა დაქვეითებულ ბავშვს, სად დავსვათ. თუ კი დავსვათ, რა თქმა უნდა, უკანა რიგებში, როგორც უკვე ზევით ვისაუბრეთ, აი ეს მანძილის დაშორება, რომელიც ზეგავლენას ახდენს ჩვენი ხმის ჟღერადობაზე და უკან უფრო და უფრო ცუდად ისმის მასწავლებლის საუბარი, ბავშვი ცუდად გაიგებს. შესაბამისად, სასურველია, რომ სმენადაზიანებული ბავშვი იჯდეს წინა მერხზე, ასევე მასწავლებელი ესაუბროს იმ მხრიდან, ან წინ უნდა დაუდგეს, ან სასმენი აპარატის, ან კოხლეარული იმპლანტის მხრიდან, რათა ეს თავის ჩრდილის ეფექტიც ავიცილოთ ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით დავალების მიცემისას, ან რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემის დროს. მასწავლებელი უნდა შეეცადოს, რომ საუბრის დაწყებამდე მიიპყროს მოსწავლის ყურადღება და დარწმუნდეს, რომ ბავშვი მას უსმენს. თუ ეს არ მოხდება, ძალიან ხშირად ახასიათებთ ხოლმე ჩვენ ბავშვებს, რომ თავს არიდებენ ძალიან კარგად ამ დამატებით სიტუაციებს და შვერენივრად გრძნობს თავს, არ მოусმენს, იქნება თავისთვის. სახის გამომეტყველება, არტიკულაცია, სხეულის მოძრაობები მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციას. უნდა გამოიყენოს, რაც შეიძლება მეტი ვიზუალური მასალა, იქნება ეს სურათები, სხვადასხვა საგნები, ნახატები, ზევითაც აღნიშნეთ, რომ სპეციფიური კოგნიტური უნარები აქვთ ხო ბავშვებს, რომ უფრო მათთვის უფრო წამყვანი არის სმენადაზიანებული ბავშვებისთვის ვიზუალური მხარე, ამიტომ სასურველია ჩვენი ამ შემთხვევაში საკლასო ოთახში ჩვენი მიზანია, რომ ბავშვმა ინფორმაცია სრულად მიიღოს, ჩვენ არ ვმუშაობთ სმენაზე, რომ მხოლოდ სმენით მივაწყდოთ, ხო? ამას აკეთებენ სარეაბილიტაციო სივრცეში თერაპევტები. ანუ საკლასო სივრცეში ჩვენი მაქსიმალური დანიშნულებაა, რომ ბავშვმა მაქსიმალურად შეძლოს ინფორმაციის მიღება, გააზრება, გადამუშავება, დამახსოვრება. და სწორედ ამისათვის მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რაც შეიძლება ბევრი თვალსაჩინოება. ასევე შეიძლება მივაწოდოთ ბავშვს უფრო მეტი წერილობითი ინფორმაცია ცხრილების ან საშინაო ცხრილების სახით საშინაო დავალებებისთვის. სადაც უფრო თავმოყრილი და ორგანიზებული და სისტემატიზირებულია ყველა ეს ინფორმაცია და უფრო ადვილად აღქმადია მისთვის ასე მიწოდებული მასალა. ვიდრე ესე ნარატიული ტექსტი დაუწერო, მივცე და არც ისიც არ ვიცი ამ შემთხვევაში, რომ ყველა სიტყვის მნიშვნელობა იცის თუ არა ბავშვმა. ყოველთვის სასურველია, რომ ჩამოიწეროს დაფაზე მომდევნო დღის დავალებები და დღის განრიგი. და დავწუნდეთ, რომ ბავშვმა ეს დავალებები ჩაიწერა და ჩაინიშნა საშინაო დავალების სრეულში. ასევე კლასთან ერთად, კარგი იქნება თუ კი შევიმუშავებთ გარკვეულ ვიზუალურ სიგნალებს, მაგალითად გაკვეთილის დაწყების ან დამთავრების შესახებ. დამეთანხმებით, რომ ასე ორგანიზებული საკლასო სივრცე არა მხოლოდ სმენადაზიანებული ბავშვისთვის იქნება ხელშემწყობი, არამედ სხვა ბავშვებისთვისაც, ხო, საკლასო ოთახში. გარდა სხვადასხვა გარემო სივრცისა, პრობლემები იქმნება ხოლმე ძალიან ხშირად სოციალურ სფეროშიც სმენადაზიანებულ ბავშვებთან. მათ უჭირთ საკუთარი პრობლემების აღიარება და ძალიან ხშირად ცდილობენ შენიღბოს სმენის პრობლემები. განსაკუთრებით ეს უფრო ცოტა გარდატეხის ასაკში რომ შედიან, უფრო მაშინ იწყებს ავლენს ხოლმე ეს პრობლემები თავს. ისინი იქცევიან ისე თითქოს ყველაფერი ესმით, ერიდებიან კითხვის დასმას, ცდილობენ საუბარი წარმართოს სხვამ და თავს აჩვენებენ თითქოს ყველაფერი გაიგეს. და წირი ინფორმაცია აქვს სმენის შეზღუდვასთან დაკავშირებით.
ასევე მინდა ვთქვა, რომ როდესაც საუბრობენ, ძალიან ხშირი არის ხოლმე, რომ ან აჩქარებენ მეტყველებას, ან თითქოს თავისთვის რაღაცა ჩაილაპარაკეს, ან ცდილობს თავიდან აერიდოს სამეტყველო სიტუაცია, რომ დროზე მოითავოს ეს სალაპარაკო, რაც არის და შეეშვა. აღარ ესაუბრონ, იმიტომ რომ რაღაც პერიოდში ამჩნევს, რომ რაღაცას ისე ვერ გამოთქვამს, ან რაღაცა ისე კარგად არ ესმის და შესაბამისად ამის აღიარება არავის არ გვიყვარს, თუ კი რაღაცა არ გამოგდის იმის აღიარება, ხო? და ამაზე ყურადღების გამოხვილება. სწორედ აქ უკვე სხვა სახის დახმარება და სხვა სახის მხარდაჭერას საჭიროებენ სმენადაზიანებული ბავშვები. ისინი ან ვერ იყენებენ საკუთარ რესურსებს მაქსიმალურად. რომ არის სიტუაციები, თუნდაც საკლასო სივრცეში, რომ შეიძლება ძალიან კარგად შეძლოს ბავშვმა იმ დავალების შესრულება, მაგრამ იმის გამო, რომ მას სმენის სირთულე აქვს, იმის გამო, რომ არ ესმის კარგად, ბოლომდე ვერ მოისმინა დავალების პირობა, იმიტომ რომ ხმაური იყო, ვერ გაიგო, რაზე საუბრობდა მასწავლებელი, ან არასწორად შეასრულებს დავალებას, ან შეიძლება სულ სხვა დავალება შეასრულოს და ამის გამო შეიძლება დაბალი ქულაც მიიღოს. რა სტრატეგიები შეიძლება ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ, რომ თუ კი ვერ გაიგოთ თქვენი ნათქვამი, ეცადეთ, რომ ბუნებრივი ჟესტები, თუ კი იცის კლასიკური ჟესტი, რა თქმა უნდა, კლასიკური ჟესტითაც აუხსნათ, რაზე იყოს საუბარი და გააგებინოთ. მოახდინეთ ნათქვამის ვიზუალიზაცია, ხო იქნება ეს სურათები, შეიძლება წერილობით დავუწერო. ბოლოს 21 საუკუნეში ცხოვრობთ და ტელეფონში ინტერნეტი ყველას გვაქვს და შეიძლება უბრალოდ დავუგუგლო ეს სურათი, რაზე მინდოდა საუბარი, ხო? რა მინდოდა მისთვის მეთქვა. თავად აჩვენეთ, რისი გაკეთებას ითხოვდით მისგან. მოდელირება გავაკეთო იმ კონკრეტული თქვა აქტივობის, რაც მინდოდა, რომ მან გაიაზროს და შემდეგ უკვე თავადაც დამოუკიდებლად შეძლოს იგივეს გაკეთება. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მისცეთ დრო გასააზრებლად, რომ მოსმენილი ინფორმაცია დაიმახსოვროს, გაიაზროს და დაგიბრუნოთ უკავშირით. ამას გარკვეული პერიოდი ჭირდება. პირველი, იმიტომ რომ ეს თვითონ ის ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც მას ეხმარება სმენის გაძლიერებაში, იმ მოწყობილობასაც გარკვეული მილიწამები ჭირდება ამ ბგერითი ინფორმაციის გადასამუშავებლად, გადასაცემად, შემდეგ ბავშვს ჭირდება უკვე გააზრებისთვის და ამ შესაბამისი ინფორმაციის გადამუშავებისთვის გარკვეული დრო დაგუბრუნოს უკავშირი და ეს უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად ინსტრუქციის მიცემის დროს, დავალების მიცემის დროს, კითხვის დასმის დროს, რომ ბავშვს ცოტა ხანი ვაცადოთ. არ ვიცახით ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რომ 5 წუთი ვიჯდეთ და ველოდოთ, მაგრამ რამოდენიმე წამი, თუნდაც 10-15 წამი დაელოდეთ, რომ ბავშვმა შეძლოს თქვენთვის უკავშირის დაბრუნება. ყოველთვის სასურველია გამოიყენოთ დადებითი განმამტკიცებლები, აგრძნობინოთ, რომ მისი აზრით მნიშვნელოვანია იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც ის ცხოვრობს და კონკრეტულად იმ სოციუმისთვის, სადაც იქ თქვენ მასთან ერთად ხართ. თავიდანვე ასწავლეთ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ეს ყველაფერი სასურველია, რომ გაუხმოვანოთ, კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ. გარდა ზემოთ ხსენებულისა, სმენადაზიანებულ მოსწავლეს უჭირთ ზეპირი ინფორმაციის გაგება, თუ მხოლოდ სმენით მიეწოდებათ. დიდ ენერგიას ხარჯავენ მოსმენის, აღქმის, გაგების და ფიქრის პროცესში და ნაკლებად ინჩენენ ინიციატივას და ნაკლებად იწევენ ხელს. ან ვერ ასწორებენ პასუხისგაცემას და უჭირთ საუბრისას ნათქვამის გააზრება, უჭირთ ინფორმაციის მიღება ტელევიზიის საშუალებით. რაც შეეხება უშუალოდ წარმოთქმის მეტყველების დარღვევებს, ან შეიძლება დარღვევები ქონდეს, როგორც ფონოლოგიურ, გრამატიკულ, სემანტიკურ, ან პრაგმატულ დონეზე. და რაში მდგომარეობს ეს? გრამატიკული პრობლემები ვლინდება შემდეგში, რომ წინადადების არასწორი გრამატიკული კონსტრუქციით გამოიყენებენ, თქვათ, ქვემდებარის ბრუნვის, რაოდენობის და ასე შემდეგ არასწორი აღნიშვნებს გამოიყენებენ, მრავალსიტყვიანი წინადადებების ჩამოყალიბება ძალიან უჭირთ, რთული ქვეწყობილი წინადადებების გამოყენება უჭირთ. რაც შეეხება სემანტიკური დონის სირთულეებს, ვლინდება იმაში, რომ აქვთ ღარიბი ლექსიკური მარაგი, სიტყვის სხვადასხვა მრავალი მნიშვნელობის გაგების სირთულე აქვთ, სიტყვის მნიშვნელობის გაფართოების, აბსტრაგირების, რომ ერთ სიტყვა შეიძლება რამოდენიმე სხვა კონტექსტში გამოვიყენოთ, ამის გააზრების სირთულე გვაქვს, სიტყვის მნიშვნელობის გახსენების სირთულე, სხვათა მეტყველების გაგების და საკუთარი აზრის გადმოცემის სირთულე, მსჯელობის და წარმოსახვის სირთულეები. პრაგმატიკის პრობლემები ვლინდება იმაში, რომ ენის, ასევე ჟესტების მოცემულ კონკრეტულ კონტექსტში ან სიტუაციაში გამოყენების სირთულე აქვთ.
ფონოლოგიური პრობლემები, თავისთავად სამეტყველო ბგერების გამოთქმის სირთულე, ხმასთან დაკავშირებული სირთულეები, სიტყვაში ასობგერების, მარცვლების, გამოტოვების, გადანაცვლების ან ჩანაცვლების სირთულესთან გვაქვს ხოლმე პრობლემა. და რა გავლენას ახდენს მეტყველების დარღვევები ბავშვებს აკადემიურ, უცბად დაზიანებული ბავშვის აკადემიურ უნარებზე. ისინი ჩამორჩებიან სწავლაში თანატოლებს, რადგან სირთულეებს განიცდიან კითხვისა და წერის დროს, უჭირთ მიმართული მეტყველების გაგება, უჭირთ მსჯელობისას აზრის ჩამოყალიბება, განიცდიან სირთულეებს ტექსტების და საკონტროლოს წერისას. თავს არიდებენ ამის შედეგად სკოლაში სიარულს და რა შეიძლება ამ შემთხვევაში, რა სტრატეგიები შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა სკოლის სივრცეში, ხო? დაამყარეთ პირველ რიგში ვიზუალური კონტაქტი, სანამ დაიწყებთ საუბარს. ბავშვის მეტყველებისა ნებისმიერი მცდელობა უნდა იყოს წახალისებული, უნდა თვითრწმენა ჩამოუყალიბოთ, თავის რწმენა, უნდა გავახმოვანოთ თითოეული მოქმედება და ის ყველა ის საგანი, რისკენაც ბავშვი მიმართავს ყურადღებას. თავიდან შეიძლება გამოვიყენოთ ბუნებრივი თუ კლასიკური ჟესტი და მივანიშნოთ, რათა გაიგოს რაზე ვეუბნები და შემდეგ გავუხმოვანოთ კიდევ ერთხელ ვერბალურად. დავუსვით ბევრი კითხვები, რომ გიპასუხოთ და დარწმუნდეთ, რომ ბავშვმა სწორად გაიგო ინფორმაცია. მიეცით დრო, რათა თავადაც გიპასუხოთ და გააკეთეთ პაუზები კითხვის დასმის შემდეგ. თქვენი მეტყველება უნდა იყოს დინჯი, ზომიერი ტემპით, ოდნავ გამღერებით, არ უნდა ვესაუბროთ არავითარ შემთხვევაში დამარცვლით და აუცილებლად უნდა იყოს ემოციურად გაფორმებული. და არავითარ შემთხვევაში არ ვესაუბროთ ყვირილით. სმენის დაქვეითება არ ნიშნავს, რომ ჩვენ თუ ხმას აუწევს, ის უკეთ გაიგონებ ჩემს ნათქვამს. გამერწმუნდეთ, ეს ასე არ არის. თქვენი ყვირილი აისახება თქვენს მიმიკაზეს და შესაძლებელია ეს ბავშვმა აღიქვას როგორც ჩხუბი და არა როგორ იმის მცდელობა, რომ უკეთესად გააგებინოთ. ასევე ყვირილის ხმისაწევის დროს უფრო ძლიერდება ხმოვანი ბგერები, რომლებიც მხოლოდ ხმას გადასცემენ და თანხმოვანი ბგერების ხმის აწევა ამ შემთხვევაში უმეტესწილად არ ხდება. შესაბამისად, ის ინფორმაცია მაინც იკარგება, რომელიც თანხმოვან ბგერებს უნდა გადაეტანათ და გაეგო ბავშვს რაზე ვსაუბრობდით. შეეცადეთ ასწავლოთ ისეთი სიტყვები ან ფრაზები, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ყოველდღიურ საქმიანობაში. არ ესაუბროთ მხოლოდ მარტივი და ნაცნობი სიტყვებით აგებული წინადადებებით. თუ მხოლოდ მარტივ წინადადებას ვიყენებ, შესაბამისად არ ვაძლევს იმის საშუალებას, რომ მისი ლექსიკური მარაგი და წარმოდგენები სამყაროზე უფრო განივრცოს და განვითარდეს. და სასურველია, რომ ყველაფერში დავიცვათ ზომიერება. ასევე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საუბრის დროს სასურველია, რომ მასწავლებელი უყურებდეს სახეზე მოსწავლეს, როდესაც ახალ მასალას ხსნით. არ შებრუნდეთ ახალი მასალის ახსნის დროს ბავშვისკენ ზურგით. როგორც ზევით უკვე ვთქვით, თქვენი ხმის ჟღერადობა კარგავს სიძლავრეს და უფრო ცუდად ესმის ბავშვს. ასევე ამ შემთხვევაში ვერ ახერხებს ბავშვი თქვენი სახის დანახვას და დამატებით ბაგეებიდან ამოკითხვას, იმის რაც ვერ გაიგო მსმენით, მხოლოდ სმენით. ასევე ახალი მასალის ახსნისას უნდა გააკონტროლოთ სად გეხართ სმენა დაზიანებულ ბავშვთან მიმართებაში. ანუ ხედავს თუ არა ბავშვი თქვენ სახეს, შეუძლია თუ არა ბაგეიდან ამოკითხვა. სასურველია, რომ არ დადგეთ ფანჯარასთან, იმიტომ რომ უკადან შემოსული შუქი თქვენ სახეს ამ შემთხვევაში ჩრდილს დასცემს და არ არის თქვენი სახე ბავშვის ნამდვილად კარგად აღქმადი და ვერ შეძლებს ბაგეებზე ამოკითხვას და სახეზე დაკვირვებას. თუ გიწევთ ზურგით დგომა, ანუ გასაგებია შეიძლება დაფაზე ვწერთ რაღაცას და ესე ვერ დავწერთ უკან მობრუნებული, შეეცადეთ რომ დააწეროთ, შემდეგ შემოbrundეთ, გაუხმოვანოთ სათქმელი და გააგრძელოთ რა თქმა უნდა თქვენი საქმიანობა. სასურველია რომ გაკვეთილი იყოს კარგად ვიზუალიზებული, გამოიყენოთ ბევრი ვიზუალური მასალა, იქნება ეს სურათები, ცხრილები, კონკრეტული საგნები ნიმუშისთვის. უნდა გავიმეოროთ და პერიფრაზი გავუკეთოთ მთავარას, ასევე დავაკომენტაროთ კლასელების მიერ ნათქვამი. დავალება მიეცით არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ დაუწერეთ კიდევაც დაფაზე. თუ გაკვეთილზე ვიყენებთ ვიდეო მასალას,
რაღაც ვიდეო ფილმი იქნება თუ რა დამატებით შემეცნებითი ფილმი, სასურველია რომ გქონდეთ სუბტიტრები დამზადებული, ან წინასწარ გამზადებული გქონდეთ ამობეჭდილი წერილობითი სცენარი სმენა დაზიანებული ბავშვისთვის, რომელიც შეიძლება წინასწარ გაეცნოს და წაიკითხოს ეს ამობეჭდილი ტექსტი, ან შეიძლება სახლში ნახოს იგივე ვიდეო ჩანაწერი წინასწარ და ეს ტექსტი წაიკითხოს და უკვე წარმოდგენა ექნება, რაზე იქნება საუბარი საკლასო სივრცეში. ასევე ვიდეოს დასრულებისას არ დაგვავიწყდეს რომ უნდა აანთოთ შუქი, რომ ბავშვმა შეძლოს თქვენი დანახვა და არ გავაგრძელოთ საუბარი სიბნელეში, ხო? სასურველია რომ მისცეთ მეტი დრო დავალების შესასრულებლად და ტესტირების და სხვადასხვა აქტივობის დროს უნდა შეურჩიოთ მის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე მორგებული დავალებები. ასევე მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ ბავშვთან ეს ყველა ასპექტი არ უნდა გავითვალისწინოთ, სასურველია რომ მასი თანაკლასელების მშობლების და სხვა სპეციალისტების ინფორმირებულება მოხდეს, ხო? თუნდაც როდესაც მოდის პირველ კლასში იქნება, ან შეიძლება მესამე კლასში გადმოვიდეს ბავშვი თქვენთან კლასში. თქვენც უნდა იცოდეთ რასთან გაქვთ საქმე, უნდა გაეცნოთ ბავშვის შესაძლებლობებს, საჭიროებებს, უნდა გაესაუბროთ მშობელსაც და ასევე წინასწარ უნდა გააცნოთ ბავშვებსაც, მათ მშობლებსაც, რომ გადმოდის სმენა დაზიანებული ბავშვი, როგორ ესმის, რა უკეთია, ეს ყურზე რა უკეთია, რას წარმოადგენს, რომ მისი დაზიანება არ შეიძლება. მოფრთხილება ჭირდება, რომ შეიძლება ბავშვების დახმარება დასჭირდეს გარკვეულ ეტაპზე და გარკვეულ სიტუაციებში. ყველაფრის ინფორმაცია და კოორდინატორი, ასე ვთქვათ, იქნებით თქვენ პედაგოგები. ასევე საკლასო ოთახის მოწყობა სხვადასხვა ასპექტების გათვალისწინებით, როგორც უკვე ზევითაც ვისაუბრეთ, სასურველია დასვათ ლოიალურ და მზრუნველ თანაკლასელთან ახლოს, რომელიც მას გასაჭირის დროს დაეხმარება. საკლასო სივრცეში კარგი იქნება და პრიორიტეტული არის წრეზე ან ნახევარწრეზე მერხების განლაგება, რომ სმენა დაზიანებულმა ბავშვმა შეძლოს თავისი თანატოლების სახეების დანახვაც, მათი მოსმენაც, მიმიკაზე და ბაგეებზე დაკვირვება. შევარჩიოთ ჩუმი ოთახი და ქუჩასთან ახლოს. საკლასო აქტივობების დროს სასურველია შევიმუშაოთ წესი, რომ ვინც დასვამს კითხვას, აიწიოს ჯერ ხელი და არ წამოიძახოს და ამ დროს იყოს თქვათ სიჩუმე. სმენა დაზიანებულ ბავშვმაც შეძლოს ამ კითხვის მოსმენა, გააზრება და პასუხის გაცემა. მიმართეთ სახელით მას, ვინც საუბრობს, შეიძლება ეს თანაკლასელი იყოს, რომ ბავშვმა სახელი დაიმახსოვროს, იქით გაიხედოს, საითაც ის ბავშვი იდგა. და შემდეგ გაიმეორეთ ბავშვის ნათქვამი, რომ კიდე ერთხელ მისცეთ სმენა დაზიანებულ ბავშვს იმის მოსმენა, რა თქვა მისმა თანაკლასელმა, რომ უფრო უკეთესად გაიგონოს და დაიმახსოვროს და გაიაზროს. ასევე სმენა დაზიანებულ ბავშვს მიეცით მეტი დრო, რათა გაიაზროს, რა ითქვა და მერე შეუერთდეს საუბარს. ჯგუფური აქტივობები თუ გაქვთ დაგეგმილი სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, გაითვალისწინეთ, ვისთან ერთად იქნება ჯგუფში. ანუ თუნდაც იგივე ესეთი ლოიალური მზრუნველი თანაკლასელი თუ იქნება, სასურველია მასთან ერთად ჩავსვათ ჯგუფში, რომ მისი ჩართვა და ინტეგრაცია მოხდეს კარგად, ხო? მას იყოს გათვალისწინებული მისი ესე სირთულეები და დამხმარე და მხარდამჭერი ყავდეს გვერდში. დარწმუნდით, რომ გაიგოთ თქვენი ინსტრუქციები, ასევე ვასწავლოთ თვითონაც ჩანაწერების გაკეთება, სანამ დააველაპარაკებით, მივიქციოთ მისი ყურადღება, შეიძლება მხარზე შევეხო, სახელით მივმართო და ასე შემდეგ. მანძილი აუცილებლად უნდა დავიცვათ და არ უნდა ვისაუბროთ შორიდან, არ უნდა ვიაროთ საკლასო ოთახში, როდესაც ახალ მასალას ხსნით. ამ შემთხვევაში შეიძლება პროტესტის გრძნობას გაუჩნდეს ზოგიერთ პედაგოგს. უნდა აღვნიშნო, რომ სიარული იგულისხმება, როდესაც ახალ მასალას ხსნით, რაღაც მნიშვნელოვან ინფორმაციას ვაჟღერებთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ კი სმენა დაქვეითებული ბავშვი ყავთ კლასში, მხოლოდ მასზე იყოთ ორიენტირებული და სხვა ბავშვი, რომელიც თქვათ უკანა მერხზე ზის და საჭიროებს ასევე თქვენგან რამე დახმარებას, მასთან აღარ მიხვიდეთ და ეს ან კითხვაზე არ უპასუხოთ, ან მხოლოდ წინ იდგეთ ამ ბავშვის წინ. არავითარ შემთხვევაში ეს იგულისხმება მნიშვნელოვანი ინფორმაციის ახალი მასალის გადაცემის დროს. ასევე თავი შეიკავეთ ოთახში გადაადგილებისას, როგორც უკვე ვთქვი, ახალი მასალის ახსნისას და არ გამოიყენოთ გადაჭარბებული არტიკულაცია სმენა დაზიანებულ ბავშვთან ურთიერთობისას.
თუ კი ახალ მასალას ხსნით, თუ ავარიდოთ უცხო და რთული სიტყვების გამოყენებას, სასურველია რომ გრძელი წინადადებები მივაწოდოთ უფრო მოკლე ინსტრუქციებისა და ინფორმაციის სახით, ცნებები გავუმარტივოთ, დავამუშავებინოთ წინასწარ, არავითარ შემთხვევაში გამოტოვოთ ტექსტი პუნქტუაცია და კავშირები და მასაც გავამახვილებინოთ ამ მათ გამოყენებაზე ყურადღება, უცხო და რთული სიტყვები, რომლებიც ტექსტში შეიძლება შეგვხვდეს. სასურველია რომ თან დაურთოთ განმარტებები ფრჩხილებში, უფრო მარტივად, გამარტივებულად რას ნიშნავს ეს სიტყვა. და სასურველია რომ სმენა დაზიანებული ბავშვთან ისინი ტექსტში მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ასევე ახალი სიტყვების ან ცნებების მიწოდებისას უნდა აუხსნათ მათი მნიშვნელობა და ვეცადოთ რომ რაც შეიძლება ხშირად გამოვიყენოთ ის სხვადასხვა კონტექსტში, რომ ბავშვმა შეძლოს მათ დამახსოვრება და შემდეგ უკვე გამოყენება. ასევე გავაცნოთ მშობელს, რაზე ვისაუბრებთ შემდეგ გაკვეთილზე, ან შემდეგ კვირაში, ან შემდეგ გაკვეთილზე რას ავხსნი ახალ მასალას, რომ წინასწარ მშობელმა შეძლოს ბავშვთან ერთად დაამუშავოს ეს ლიტერატურა. გარკვეული ლექსიკური ლიტერატურა იქნება თუ ინფორმაცია მოიძიოს დამატებით თუ ვიზუალურად ანახოს ან ფილმი აჩვენოს ან სურათები შეიძლება გამოვიყენოთ როლური თამაშები კითხვის სწავლებისას ასევე ენობრივი კონსტრუქციები რომელიც ტექსტის გაგებაში დაეხმარება წინასწარ დავასწავლოთ როგორც არის შედარება შეპირისპირება დასკვნების გამოტანა როგორ ხდება და ასე შემდეგ ასევე ასწავლეთ ბავშვს და მიაჩვიეთ რომ შეადგინოს წაკითხulis გეგმა და შემდეგ ეს დაეხმარება მას უკვე თხრობაში, ინფორმაციის გადმოცემაში ან გაკვეთილის გადმოცემაში, რაც მას ექნება დავალებად. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი, რაც თქვენ დაგეხმარებათ უშუალოდ საკლასო სივრცეში, ეს არის სმენის დამხმარე ტექნოლოგიები. თქვენ ხედავთ, ეს არის კოხლეარული იმპლანტი და გვაქვს ესეთი FM სისტემები, რომლებიც ეხმარება ბავშვს უკეთესად მოსმენაში. და რაში მდგომარეობს ეს FM სისტემა ერთი არის ინდუქციური კოჭა, რომელიც ოთახში მაგრდება, გაიყვანება სპეციალური გაყვანილობა და ის უკავშირდება პირდაპირ ბავშვის სასმენ აპარატს ან კოხლეარულ იმპლანტს. და ამ შემთხვევაში მოსაუბრე იქნება ეს მასწავლებელი თუ ბავშვი, რომელიც თქვათ გაკვეთილს ყვება, იყეთებს მიკროფონს და საუბრობს ამ მიკროფონში. ამ შემთხვევაში ბავშვის აპარატში შედის მხოლოდ მიკროფონით გადაცემული ხმები და ყველა ის ფაქტორები, რომლებზეც ზევით ვისაუბრეთ, ხო, ეს გარეშე ხმაური, ბავშვების საუბარი, ფურცლების გადაშლა, მერხის გარახუნება არ გადაიცემა ბავშვის აპარატში და ეს სუფთად ისმენს მოსაუბრის მეტყველებას. დამეთანხმებით, რომ ასე მოსმენა ბავშვს საშუალებას აძლევს, რომ სრულად მიიღოს ინფორმაცია და ასევე საშუალებას აძლევს მასწავლებელს, რომ თუნდაც ის შეზღუდვები, რომ ახალი მასალის ახსნის დროს მაინც და მაინც წინ ვიდგე, აიცილოს თავიდან, ხო? სხვადასხვა ფირმის აპარატს, სხვადასხვანაირი აქვს ეს გადამცემები. გარდა ინდუქციური კოჭისა არის ესეთი აპარატები, რომლებიც შეგვიძლია გავიკეთოთ ტანსაცმელს და ერთი ოთახიდან მეორეში გავიდეთ, ან სხვა შენობაშიც ვიმოძრაოთ და ვისაუბროთ ინდუქციური კოჭისგან განსხვავებით. ესეთი არის აუდიო ლინკი და ესეთი არის როჯერ პენი, რომელიც გითხარით, რომ სხვადასხვა აპარატზე სხვადასხვა FM სისტემა ყენდება და სასურველი ამ შემთხვევაში თანამშრომლობ მშობელთან, გასაგებია ამის მოხმარება, რა თქმა უნდა, არავინ არ არის ვალდებული, რომ იცოდეს საკლასო სივრცეში, თუ არ ქონია მანამდე შეხება და მეგირჩევდით, რომ ითანამშრომლოთ მშობელთან, თუ კი მას აქვს მსგავსი მოწყობილობა, დაგეხმარებათ ის თქვენ, რომ ეფექტურად ხარდამჭერი იყოთ და კარგი მსმენელი იყოს თქვენი სმენა დაზიანებული მოსწავლე ასეთი აპარატის არსებობის შემთხვევაში. ანუ თქვენ საუბრობთ მიკროფონში, არანაირად შეზღუდულები არ ახართ გადაადგილებაში, ოთახში განთავსებაში და ბავშვს სუფთად ესმის თქვენი ხმა და უფრო უკეთ აღიქვავს. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დავიმახსოვროთ, რომ ის გამაძლიერებელი დამხმარე ხელსაწყობი მაინც ტექნიკური მოწყობილობა არის და რა თქმა უნდა საჭიროებენ გარკვეულ მოფრთხილებას და ზრუნვას, ხო? პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ თუ კი კოხლეარული იმპლანტაცია აქვს ბავშვს გაკეთებული და ეს მაგნიტი, რომელიც ყურს უკან აქვს დამაგრებული, ეს მრგვალი მაგნიტი და ის ჩამოვარდა, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში ინფორმაცია, ხმოვანი ინფორმაცია არ გადაიცემა, ამ იმპლანტი არის გათიშული და შესაბამისად ბავშვს არ ესმის არაფერი. თუ აპარატზე
ან კოხლეარზე იქნება თუ სასმენ აპარატზე ნატურა ციმციმ და წითლად, ან შეიძლება ზოგიერთ აპარატს ახლა სხვადასხვა აპარატები სხვადასხვანაირად აქვს ეს განთავსებული, ზოგად მწვანე ციმციმებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში ბატარეა ჯდება და თუ ბავშვმა თვითონ ვერ შეამჩნია, ჩვენ მივუთითოთ, რომ ბატარეა ხო არ გიჯდება და მოდი გამოვცვალოთ ბატარეა, რომ აპარატი იყოს გამართული და ბავშვმა შეძლოს ბოლომდე გაკვეთილის მოსმენა. ასევე აპარატის გარეთა ნაწილი, ანუ სამეტყველო პროცესორი, კოხლეარული მლაძე გვაქვს საუბარი, უნდა დავიცვათ უხეში მექანიკური ზემოქმედებისგან. ანუ არ უნდა მოხდეს არაფერი, უხეშად არ უნდა ჩამოვარდეს, თუ კი სპორტის გაკვეთილი გვაქვს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბურთი არ უნდა მოხდეს, არ უნდა დასველდეს არავითარ შემთხვევაში. ეს ყველაფერი აზიანებს აპარატს, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია და საკმაოდ რთული არის მერე მისი გამოცვლა ან შეკეთება. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ პულტი იმისათვის, რომ ბავშვისთვის სმენა გავხადოთ უფრო უკეთესი სხვადასხვა სივრცეებში და პულტის მოხმარებაც შეგიძლიათ აქაც ითანამშრომლოთ მშობელთან, როგორ გამოიყენოთ პულტი. პულტის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მოუმატოთ ხმას, ან შეამციროთ ხმა, ან მიკროფონის გზნობელობა გააძლიეროთ, ან შეამციროთ. ეს სხვადასხვა სივრცეში სმენისთვის არის სპეციალურად შემუშავებული, თქვენს შეგიძლიათ გამოიყენოთ. დამერწმუნეთ, რომ ეს აბსოლუტურად უსაფრთხოა და ვერაფრით ვერ არევთ თქვენი პროგრამებს, რომელიც მას იმპლანტში აქვს ჩაწერილი, შესაძლებელია მერე აი ამ ხილაკით დაბრუნება იმ მომართვაზე, როგორც აუდიო ინჟინერმა დაუყენა. ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ყურის განიავების მეთოდი, რაც გულისხმობს იმას, რომ ზევით ვისაუბრეთ, რომ ძალიან ადვილად იღლებიან ჩვენი ბავშვები, იმიტომ რომ მოსმენა მათგან ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ამ შემთხვევაში შეგვიძლია ურჩიოთ, რომ ცოტა ხანი მოიხსნას აპარატი, ანუ იმ შვიდ გარემოში იყოს და შემდეგ ისევ გაიკეთოს. ამას პირობითად ვეძახით ყურის განიავებას. მშობლებისთვის არის უფრო რეკომენდაცია, რომ გამოიყენეთ საშრობი ყოველ საღამოს და უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იმ კომპანიის გვერდზე გადასვლით მიიღოთ, რომელი კომპანიაც კომპანიის დამხმარე ხელსაწყოც გიკეთიათ. რაც მნიშვნელოვანია, უნდა გვახსოვდეს, რომ სმენა დაქვეითებული ბავშვები საჭიროებენ დიდი დოზით და რაოდენობით იმას, რაც ყველა ბავშვისთვის არის ჩვეულებრივი. ანუ რაღაც ახალი გამოგონება და ახალი ველოსიპედის გამოგონება არ გჭირდება, უბრალოდ მათ ჭირდებათ გარკვეული დრო, გარკვეული მასალა, მოდიფიცირება, ადაპტირება, რომ უკეთ იყონ ჩართულები საკლასო პროცესში. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და კარგი მხარდამჭერი ბავშვების ვართ ჩვენ ყველანი, ვინც მის გარშემო ვარსებობთ. ეს არის სკოლა, ეს არის მშობელი და სპეციალისტები, ხო და დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სამ რგოლს შორის თანამშრომლობას. და დიდი მნიშვნელობა გვახსოვდეს, რომ რთულად გასავლელ გზაზე, რაც ბავშვმა უნდა გაიაროს სკოლაში შესვლის პირველი დღიდან, თუ სასმენი აპარატის მორგებიდან ან კოხლეარული იმპლანტის მორგებიდან სკოლის დამთავრებამდე, ძალიან რთული გზა აქვს მას გასავლელი და დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ მხარდაჭერას. ჩვენი მხარდაჭერა ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი და მშობელი ან საგნის მასწავლებელი და სკოლაში ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სხვა სპეციალისტები იქნება, სპეცპედაგოგი, მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი, საჭიროების შემთხვევაში ასისტენტი, არ ვიცი, სხვა რომელიმე სპეციალისტი, მშობელი და ეს ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სხვა სპეციალისტები, სკოლა და სკოლის მიღმა სხვა სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციები, როგორიც არიან სარეაბილიტაციო ცენტრები, თერაპევტები და ასევე ოჯახის ყველა წევრი, არა მხოლოდ დედა, ბავშვის მეგობრები, თანაკლასელები, მათი მშობლები, გავერთიანდებით ბავშვის საჭიროებების და მისი მხარდაჭერის მიზნით და ვითანამშრომლებს ერთმანეთში. რაში შეიძლება მდგომარეობდეს ეს? ეს შეიძლება იყოს თუნდაც მშობლის თანხმობით, რა თქმა უნდა, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა ერთმანეთში. შესაძლებელია უფრო უკეთესად იცნობდეს თქვენს მენადაზიანებულ ბავშვს თერაპევტი, რომელთანაც ის თქვენთან მოსვლამდე 5 წელი გადიოდა, ან 3 წელი, ან 1 წელი არ აქვს მნიშვნელობა, გადიოდა თერაპიას, რომელმაც იცის ძალიან ბევრი ნიუანსი რა ახასიათებს თუნდაც ამ სმენის დაზიანებას, როგორი თვისებები აქვს ბავშვს, რა უნარები აქვს, რისი გამოვლენა უფრო უკეთესად შეუძლია. ამ შემთხვევაში კარგი იქნება სკოლის სპეციალისტი და ეს სხვადასხვა თერაპევტების
თან კოლაბორაცია, ამ ინფორმაციის გაცვლა, გამოცვლა, თანამშრომლობა, ერთობლივი რაღაც აქტივობის დაგეგმა, მე შემიძლია გაგიზიაროთ სხვა გამოცდილებაც, რომ თქვა, როცა მიდის ბავშვი სკოლაში, თუ სკოლიდანაც არის დაინტერესება, შეიძლება თერაპევტი მივიდეს და ცნობიერების ასამაღლებელი ან ტრენინგები ჩაუტაროს, გააცნოს ამ ბავშვის კონკრეტული кейსი, ისაუბროს მით საჭიროებებზე და ერთად დაიგეგმოს სხვადასხვა მიზნები და აქტივობები. ასევე ჩართული უნდა იყოს არა მხოლოდ სპეციალისტები, ოჯახის ყველა წევრი და საქართველოში და ამეთანხმებით, რომ უმეტეს შემთხვევაში სამწუხაროდ ეს დედა არის ხოლმე, თუმცა ამ ბოლო დროს უკვე შეინიშნება ძალიან მახარებს, რომ მამებიც აქტიურად ერთვებიან, ძმებიც, დებიც თერაპიის პროცესში და არიან მხარდამჭერები ბავშვების. მეგობრები იქნება თუ თანაკლასელები და მშობლებიც ინფორმირებულები უნდა იყვნენ ბავშვის საჭიროების და სირთულეების შესახებ და უნდა ცნობიერების ასამაღლებლად ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია თავად პედაგოგს ამ შემთხვევაში რომ იყვნენ მხარდაჭერები ბავშვის და კარგი რაც შეიძლება მაქსიმალურად კარგი შედეგი მივიღოთ წმენდაზიანებული ბავშვის სკოლაში ყოფნით. ეს იყო ჩემი პრეზენტაცია და თუ კითხვები გაქვთ, გელით. პირველ რიგში მართლა ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ. ცოტა უღელადი ხმის გამოცდა მეტყობოდა ბოდის გიხდით. არა, ნამდვილად არ გეტყობოდათ ღელვა ხმის გამო. პირიქით დიდი მადლობა რომ მიუხედავად ესეთი თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მშვენივრად შემოგთავაზეთ ყველა ის ინფორმაცია რის მოლოდინიც იყო ალბათ აუდიტორის მხრიდან და ჩემს შემთხვევაში მოლოდინს გადააჭარბა კიდეც, იმიტომ რომ ყველა ეს რეკომენდაცია არის აუცილებლად გასათვალისწინებელი, აი მართლაც საბაზისო რეკომენდაციებია, როდესაც ყავს მენის დარღვევის მქონე მოსწავლე, რა სტრატეგიები გამოიყენო აი პირველ დონეზე და რაც შეეხება ასევე ტექნოლოგიურ რესურსებს, ამას კიდევ დამატებით, რა თქმა უნდა, სხვა ტიპის მხარდაჭერაც ჭირდება. ძალიან ამომწურავი იყო ეს რეკომენდაციები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, ეს ჩანაწერი კეთდება, ჩვენი ვებინარის აიტვირთება შესაბამის გვერდზე და ძალიან მიხარია, რომ უფრო ბევრ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, რომ ეს ფართო აუდიტორიება მოისმინონ ეს რეკომენდაციები თქვენი პრეზენტაციის სახით, რაც იყო წარმოდგენილი. ამ ეტაპზე ჩვენ აი რამდენიმე წუთი დაგვჭა და შეგვიძლია რომ თუ ვინმეს აქვს შეკითხვა, ხელისაწევით დასვას შეკითხვა. ერთი აქ შეკითხვა არის მოსული და მე გავაჟღერებ. და თეა მე მგონი აი რაღაცა ერთობლივად გავცეთ აბა პასუხი თქვენთან გადმოვალ ამ შეკითხვით. ჯერ რაც არის მოწერილი, ქალბატონი თეონა ფუწერს რომ ესე იგი ვარო სპეცმასწავლებელი, ხო და მყავს მოსწავლე, რომელსაც აქვს მეტყველების სირთულე. სმენის სირთულე არა აქვსო. და ამ შემთხვევაში არის რეკომენდებული ჟესტური ენის სწავლებაო? რა რჩევას მომცემთ, რა ალტერნატივა გამოვიყენო მასთან სასაუბროდ. ანუ აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ მოსწავლეს აქვსო მეტყველების სირთულე. აქ მე ვიტყვი ერთ საუცილებლად რომ მე ალბათ დავაკონკრეტებინებდი ბოდის შეგაწყვეტი დავაკონკრეტებინებდი რა სირთულე აქვს თუ იცის პირველ რიგში შევაფასებინებდი ნეიროფსიქოლოგს და რა თქმა უნდა თუ კი ვერ მეტყველებს ბავშვი აუცილებელია რომ ამ კომუნიკაცია რაღაც ხერხით დაამყაროს და უნდა შეფასდეს რომელია მისთვის კომუნიკაციის წამყვანი საშუალება იქნება ეს ჟესტური ენა უნდა გამოვიყენოთ ჟესტური ენა თუ მისთვის ეს კომფორტულია და გამოხატავს ამით საკუთარ სურვილებს და მოთხოვნილებებს გარდა ჟესტური ენის არის სხვა ალტერნატიული კომუნიკაციის საშუალებები და ამის შეფასებაც უკვე ძალიან კარგად ხდება საქართველოში და შესაბამისად უკვე დაიგეგმოს ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე ამით დავამატებთ შეიძლება ცალკე მდგომი მეტყველების დარღვევა არსებობს როგორც ცალკე მდგომარეობა და ძალიან ხშირად მეტყველების სირთულები თან ახლავს მაგალითად ისეთ მდგომარეობებს როგორც არის ინტელექტუალური დარღვევა, აუტიზმის სპექტრის აშლილობა. აი ეს არის პირველი ესეთი ბაზისური ინფორმაცია, რაც უნდა ვიცოდეთ სპეციალისტის შეფასების საფუძველზე, რომ ეს არის ცალკე მეტყველების პრობლემა თუ
არის სხვა სირთულესთან, სხვა დიაგნოზთან ერთად არსებული პრობლემა, იმიტომ რომ თუ ფიქსირდება კიდევ სხვა ტიპის სირთულები, იქ კიდევ სხვა ტიპის რაღაცები შეიძლება რომ იყოს გამოყენებული, არა? მაიასაც უნდა ალბათ რაღაცის დიახ, მეც დავამატებ, ალბათ ეს ბავშვი არ ვიცი, აქვს თუ არა შეფასებული სკოლას უკვე, ვთქვათ, განხორციელებული მომართვა, არ ვიცი რომელ კლასელზეა საუბარი, შეიძლება აქვს უკვე სტატუსით საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის, ალბათ სკოლას ხა და სპეციალურ მასწავლებელსაც ნანახი აქვს, თუნდაც აი იქ იყო ხო რჩევა, რომ შეაფასო სპეციალისტმა, ალბათ შეფასებულიც არის, კონკრეტულად რადგან მიდგომაზე ვსაუბრობთ კომუნიკაციის, ანუ რომელი საკომუნიკაციო მიდგომა გამოვიყენოთ, ეს ჩვენ მე ვახსენე, რომ ზუსტად ეს ჩვენს მომსახურებაში მხარდამჭერში რა მიმართულებაც გვაქვს აღებული, ხო, სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურების კუთხით, ჩვენ გვყავს ასევე ვახსენე კომუნიკაციის ენისა და მეტყველების სპეციალისტი, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით, ანუ სწორედ როდესაც მოსწავლესაა კომუნიკაციის სირთულეები და აი ზუსტად ეს არის, ხო, თუ ვერ მეტყველებს, ალბათ კომუნიკაციის და სხვა ენაც არ აქვს, ხო, თქვათ ხელში მეტყველების მიღმა, შესაბამისად მას აქვს კომუნიკაციის პრობლემა, ამიტომ შეუძლია სკოლას მომართვა განახორციელოს ჩვენს მომსახურებაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური სამსახურში, ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერ ცენტრში და ჩვენ სწორედ ამ სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში გამოვიშალეს და ის სწორედ აი ამას შეაფასებს, იმიტომ რომ ალტერნატიული კომუნიკაციაც ძალიან ბევრი განსხვავებული საშუალებებით ხასიათდება, ასე ვთქვათ და ძალიან სიღრმისეული შეფასებაა გასაკეთებელი იმისათვის, რომ სწორად შევურჩიოთ მოსწავლეს მეტყველების სანაცვლოდ რა ალტერნატივას გამოიყენებს. მადლობა მაია ამ მწურავი პასუხისთვის. ესე იგი დანარჩენი აქ არის მოწერილი მადლობები, ძალიან საინტერესო იყო, მადლობას გვიხდიან ჩვენი მსმენელები, თქვენი ვებინარისთვის, თქვენი მონაწილეობისთვის ამ ვებინარში. სხვა შეკითხვა აქ არ არის მოწერილი, არც ხელი არ არის აწეული. თუ გსურთ რომ დასვათ შეკითხვა, ეკითხავთ რომ ხელი აიწიოთ და მე ჩაგირთავთ მიკროფონს ხელის აწევის ფორმატს თუ გამოვიყენებთ. აი ეს იყო კითხვა, გამოჩნდა ჩემთან, რომელ საიტზე იტვირთება ვებინარიო. ვებინარები იტვირთება განათლების სახლის საიტზე, განათლების სახლი, ასე ქვია. და აუცილებლად აი ამ ვებგვერდს აქვე გაგიზიარებთ. ამ საიტზე სხვათა შორის დევს არა მარტო ეს ვებინარები, არამედ ინკლუზიური განათლების ცალკე განყოფილებაში თუ შეხვალთ, თქვენი ხილავთ ასევე ჟურნალს ინკლუზიური განათლების შესახებ, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოდის და ეხლა მალე აიტვირთება მეორე ნომერით ჟურნალის ინკლუზიური განათლება. აი გავაზიარე ლინკი, სადაც შეგიძლიათ რომ ეს ჩანაწერი იხილოთ. ასევე თქვენ შეგიძლიათ ძველი ჩანაწერებიც იხილოთ, რომელიც ეხება ემოციურ რეგულაციას, შეფასების პროცედურებს, ინდივიდუალურ გეგმას და ასე შემდეგ. ერთი შეკითხვა და კიდევ წავიკითხავ აპარატის დაზიანების შემთხვევაში, რამდენად არის ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი მასწავლებელიო? ან რა უნდა გაკეთდეს, რომ არ დაზიანდეს აპარატი? ან რა უნდა გავაკეთოთ, რომ დისკრიმინაციული მოქმედებები არ გამოვიწვიოთ? ხო, აი დისკრიმინაციული მოქმედებები არ გამოვიწვიოთ უკვე ძალიან ფართო საკითხია, მაგრამ მანამდე ორი შეკითხვა შეგვიძლია ერთ შეკითხვად გავაერთიანოთ, რომ პასუხისმგებელი მხოლოდ მასწავლებელი დაზიანებაზე არის თუ არა? და რო ავიცილოთ, ჩაგერთვებით უბრალოდ არის სპეციალური სამაგრები, რომ არ მოძვრეს და შესაძლებელია სამაგრები შევიძინოთ, რომ არ მოძვრეს ბავშვს ყურიდან აპარატი, სპეციალური თავზე წასაკრავი, არ ვიცი, აბადოკები, ქვია ბოდიშევ სიტყვისთვის. ანუ არის სპეციალური სამაგრები, რითიც უზრუნველყოფთ, რომ არ მოძვრეს აპარატი. თუ შეიძლება ხა ბურთი მოხვდა სპორტის გაკვეთილზე, ამ შემთხვევაში ნამდვილად სპორტის მასწავლებლების ბრალეულობას ვერ დავაყენებთ, მაგრამ
სწორედ აქ მდგომარეობს ის ბოლო სლაიდზე, რაზეც ვისაუბრე, რომ მშობელმა, მასწავლებელმა უნდა ერთმანეთში ითანამშრომლონ თქვენი კუთხით სასურველია უზრუნველყოთ მაქსიმალურად, რომ აპარატის დაზიანება არ მოხდეს იმით, რომ არ ჩამოვარდეს, არ დავარდეს, ასევე სპორტის მასწავლებელთან იქნება თუ სხვა საგნის მასწავლებლებთან, ან თანაკლასელებთან უნდა ეს ყველაფერი ამაზე ვისაუბროთ, რომ არ არის სასურველი აპარატის დაზიანება, მექანიკური იქნება თუ წყლის შესხმა, ხა ბავშვები ბევრს თამაშობენ და შეიძლება ან წყალი შეასხას შემთხვევით და ესეც დააზიანებს აპარატს, ხო? და სასურველია რომ ამაზე ვისაუბროთ, ინფორმაცია მივაწოდოთ მასწავლებელსაც, თანაკლასელებსაც, მშობელსაც. ბრალეულობის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ხა იურისტი არ ვარ და ვერ დავაყენებ ამ საკითხს ნამდვილად და ვერ გადავწყვეტავ ასე ერთპიროვნულად. რაში იყო საქმე, ან თქვენ შემთხვევაში ალბათ ვითანამშრომლებდი და ვიზრუნებდი ამ ყველაფერზე და ან თვითონ ბავშვსაც სასურველია ვესაუბროთ, რომ ისეთ აქტივობებში თავიდან აირიდოს, ან სხვა პოზიციაში დადგეს, რომ არ მოხდეს აპარატის დაზიანება. ნამდვილად თეა გეთანხმებით ვფიქრობ, რომ ეს პასუხი არის ამ ეტაპისთვის ამოწურული. შეიძლება არსებობს რაღაცა გარკვეული კონკრეტული кейსი ან ინციდენტი, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ვებინარის ფარგლებში ასე ვერ განვიხილავთ. და ზოგადი რეკომენდაციები არის დაზიანების თავიდან აცილება და უსაფრთხოებაზე წინასწარი ზრუნვა. ყოველთვის თანამშრომლობა ამ კუთხით არის ხოლმე ეფექტური. პრევენცია ყოველთვის ჯობია ინტერვენციას. დიდი მადლობაო ინფორმაციული ვებინარისთვისო, ერთი ესეთი სასიამოვნო კომენტარი მივიღეთ კიდევ. მეგობრებო, თუ გაქვთ შეკითხვა, გთხოვთ, რომ ხელი აიწიოთ და მიკროფონის ჩართვა მოხდება, რომ დასვათ შეკითხვა. თუ არა და თანდათანობით მივდივართ უკვე დასასრულისკენ, ვფიქრობ, რომ საკმაოდ ამომწურავი იყო ჩვენი დღევანდელი საუბარი, როგორც უკვე აღვნიშნე, მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ვისაუბრეთ მოკლედ რომ ვთქვათ შეჯამების სახით, როგორც იმ სერვისებზე, რაც არის საქართველოში სმენის სირთულის მქონე მოსწავლეებისთვის, რა ტიპის განათლების ფორმებიც არსებობს და როგორ გავზარდოთ ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში ხარისხიანი განათლების თითოეული მოსწავლისთვის ხელმისაწვდომობა და მათ შორის სმენის სირთულეს მქონე მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომობა, განვიხილეთ ბარიერები, გადაჭრის გზები და მოვისმინეთ უკვე უშუალოდ კონკრეტული სწავლების სტრატეგიები და გარემოს ხელშემწყობის სტრატეგიებიც თეას ძალიან კარგი პრეზენტაციის საფუძველზე. მე მგონი არ არის შეკითხვები, მეგობრებო, თქვენ თუ რამეს დაამატებდით, თუ არა და უკვე შეგვიძლია დავემშვიდობოთ ჩვენს მსმენელებს. მადლობა ჩემი მხრიდანაც და თუ შეკითხვები ექნებათ მომავალში, რადგან სპეციალური მასწავლებლებიც გვესწრებიან, რაიმე კითხვა სმენის სირთულების მქონე მოსწავლეის შემთხვევაში, იციან უკვე ვის შეიძლება მიმართონ და ჩვენი სპეციალისტიც თეაც და ჩვენი მთლიანად მომსახურებაც აბსოლუტურად მხარში დაგიდგებით მაქსიმალურად. თეა, თქვენ ხო არ გნებავთ თქვათ რაიმე შემაჯამებელი კომენტარი, თუ არა და შეგიძლიათ დამშვიდობების კუთხით. მნიშვნელოვან ფაქტორებზე გავამახვილე ყურადღება და მართლაც საინტერესო იყო და დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის და დაინტერესებისთვის. დიდი მადლობა მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ღია ვართ თანამშრომლობისთვის, კომუნიკაციისთვის, თუ ხართ მასწავლებლები და გჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, ცოდნის მიღების, გადამზადების კუთხით მოგმართეთ მასწავლებლის სახლში და ეს ტრენინგები, რასაც ჩვენ გვთავაზობთ, არის ზუსტად თქვენთვის შექმნილი და ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ თქვენი მოტივაცია ამ ტრენინგებზე ჩართულობისთვის იყოს მაღალი. დიდი მადლობა, რომ ვებინარებს აქტიურად ესწრებით ხოლმე და ასევე თუ კი გჭირდებათ მშობლებს, მასწავლებლებს საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასება სმენის მიმართულებით, არა მარტო სმენის, მაგრამ სმენის მიმართულებით მოსწავლის, შეგიძლიათ მიმართოთ, რა თქმა უნდა, მანდატურის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების გუნდს, ანუ ყოფილ მულტიდისციპლინურ გუნდს. მეც აი ესე ვეჩვევი, რომ
მულტიდისციპლინური გუნდი ვთქვა ფსიქოსაგანმანათლებლო, თუმცა იდეა მულტიგუნდური მუშაობის, რა თქმა უნდა, გუნდს აქვს შენარჩუნებული, უბრალოდ უფრო ფართო სახელი დაერქვა ფსიქოლოგიური და პედაგოგიური, ანუ საგანმანათლებლო შეფასება იგულისხმება. ახლა უფრო გავაფართოვეთ თამარ მულტიდისციპლინური მიდგომა იმ კუთხით, რომ ახლა მართლაც გვაქვს შემთხვევები, როდესაც რადგან სმენის კონტექსტი გვაქვს ხო თემა, იგივე აი თქვა სმენის სირთულეების მქონე ბავშვის შეფასებაში არის ჩართული დასაჭიროების განსაზღვრაში, როგორც თქვა, უფრო ზოგადი პროფილის ხო, აი ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების და კონსულტირების სპეციალისტი, ისევე სმენის უშუალოდ მაგალითად თეა და ასევე მეტყველების. ანუ და გქონია გვაქვს შემთხვევები, როდესაც ასევე ერთვება ქცევის, თუ ქცევითი სირთულეც არის და სწორედ 4-ია ის სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი, ფსიქოლოგის, მენის, კომუნიკაციის და ქცევის სპეციალისტები ერთობლივად ახორციელებენ როგორც შეფასებას, ასევე ვთქვათ რეკომენდაციების შემუშავებას და ისე რომ მართლა ძალიან საინტერესო არის ხოლმე უფრო აი მულტიდისციპლინური რეალურად, რადგან მოგვეცა ეს შესაძლებლობა, რომ უკვე მეტი სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი ჩართული. კი ბატონო. აქვე დავაანონსებ ბოლოსკენ, რომ 20 დეკემბერს, ასევე 4 საათზე გვექნება კიდევ ერთი ვებინარი, წლის ბოლო ვებინარი იქნება დისლექსიასთან დაკავშირებით, სწავლების სტრატეგიები, დისლექსიის მქონე მოსწავლეთა საჭიროებების მართვის კუთხით, აღმოჩენა განსხვავება დისლექსიასა და სხვა მდგომარეობებს შორის რა არის და ძირითადი რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის გვექნება 20 დეკემბერს, სულ რაღაც 2 დღეში, 4 საათზე და ეს ინფორმაციაც დაიდება მასწავლებლის სახლის Facebook გვერდზე, შეიქმნება ახალი ლინკი, იქ ახალი ლინკით უნდა შემოხვიდეთ და მე პირადად შეგხვდებით ჩვენს აუდიტორიას 20-ში, როგორც ფასილიტატორი ამ ვებინარის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და დაგემშვიდობებით კეთილი სურვილებით. დიდი მადლობა. ნახვამდის შეხვედრამდე. მადლობა და დაგემშვიდობებით წარმატებები ყველას კარგად გრძანდებათ.